შექმნის აპლიკაცია, როცა ხო, უკაცრავად ვიცით კიდევაც ამას, იმიტომ რომ შემდგომში, ესე ვთქვათ, წევრებში უნდა გავცელდეს, ამის გამო ვამბობთ, რომ ესე ვთქვათ, ეს ჩაწერა ხდება რა. ოკეი, ანუ საუბარი რაზეა? საუბარი არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოში რეკომენდაციებით შეგვიძლია მიადგე, აქამდე ეგეთი რაღაცა LinkedIn-ს და Facebook-ს ქონდა ხოლმე რამდენი mutual friend-ი ყავდას გაჩვენებს, მაგრამ ამაზე უფრო წინ არ გიშვებს, ეგეთი უცხო ტიპების მიერ გამოშვებული მესიჯები ყოველთვის ძალიან დაბალი აქვს გახსნის მომენტი, დაახლოებით 5-დან მაქსიმუმ 15%-მდე და პასუხია 15%, ესა 5%-ი და გახსნა 15-მდე. რეალურად ყველაზე მაგრამ მუშაობს ის სქემა, როცა ვიღაცა გირეკავს და გეუბნება, რომ იქნება ამას შეხვდე, ამაზე რას ფიქრობ. ეგეთი შემთხვევა ძალიან ხშირად არის ხოლმე, მე ძალიან ხშირად დამჭიროებია ის, რომ ვიღაცაზე გასასვლელად ჭირდება, ასე ვთქვათ, რეკომენდაცია და მქონია რომ დამირეკია შუა, ასე ვთქვათ, შუა მავლისთვის და მithოვია რომ მოდი იქნებ დამაკავშირო ვიღაცასთან და რეკომენდაცია გამიწიო. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. რეკომენდაციის შემთხვევას აქვს ის მომენტი, რომ მარტო ერთი ადამიანის გავლით გადიხარ, როცა გინდა რომ ვიღაცასთან მიხვიდე, როცა მე მინდა რომ ნინოსთან მივიდე, ნინოს არ ვიცნობ, დაუშვათ ქეთის გავლით გავდივარ ნინოზე. მაგრამ მაშინ როცა დაუშვათ ჩვენ შორის არის არა მარტო ქეთი, არამედ ბევრად უფრო მეტი ეს ვთქვათ რგოლია და საუბარი არის რომ დაუშვათ კოლუმბიაში უნდა გავიდე ვიღაცაზე ან ამერიკაში ან ინგლისზე, აი ამ შემთხვევაში ესე ვთქვათ ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთი როცა მეორე სადაც რეკომენდაციას მეორე მესამეს და ასე შემდეგ და მიდიხარ რეკომენდაციით არ ხარ უცხო ადამიანი, არამედ საბოლოო ადრესატთან მიდის ესე ვთქვათ მისი ახლობელი და ეუბნება რომ ან მისი ახლობელი აპლიკაციის მეშვეობით ხობს რომ შეხვდი იმის გამო რომ ეს მნიშვნელოვანია. ეხლა ეს როგორ ხდება, რომ მარტივად ამ ტელეფონის მეშვეობით, ამ კონტაქტებით თქვენ რაც გაქვთ დღეს და ეხლა მე მაქვს დაახლოებით 2600 კონტაქტზე მეტი მაქვს, ალბათ ყველას დაახლოებით ეგეთი გვაქვს, საიდანაც მნიშვნელოვანი კონტაქტი იქნება 300-დან შეიძლება თორნიკე ძალიან უჭედავს. თორნიკე ძალიან გიჭედავს ინტერნეტი. თუ ესმის ვაფშე. თორნიკე გესმის რა? იგი აქ არის ერთად ვართ ოფისში და გასწორებს ახლა დაგვიწყდება. მიხეილის გვარის საკმაოდ ისეთი clear და შეგვიძლია მიხეილ ანდახან შენ გააგზავნო ხო? კაი. თადოთ ერთი წუთი დავაცადოთ თუ დაგვიბრუნდა თუ არა და გავაგზავნოთ. ეხა ჩავდე თუ არა? წადე და თუ რამეა გავაგზავნეთ უცებ რა. ჩავდე თუ არა? არ ჩართული ხარ? ხმა გვესმის. ხმა გესმით. კამერის გათიშვა უხერხულია უბრალოდ, თორე გავთიშავდი კამერასაც. კარგით. გავაგზელებ ერთი წუთი. ხო, მოკლედ პრინციპი როგორ არის ტელეფონის, ასე ვთქვათ. ანუ შეგვიძლია ყველამ გავთიშოთ ხმა და მაშინ დაგენერირდება ინტერნეტის სტრაფე, რომ თორნიკეს ხმა იქნება clear რა. ჩვენ გავთიშავთ. ოკეი, მადლობა. მოგეთ თუ გავიჭედე მაგაზე მითხე, ეგ შემატყობინეთ. ესე იგი, პრინციპი რომ ვთქვათ, პრინციპი არის რომ მოკლედ ჩემ ტელეფონსაც ვიღებ და ერთადერთი რასაც შვები აპლიკაციაში, მოკლედ ორი ნაბიჯია, ეს არის რომ ვაშიერებ არა, ანუ ვაძლევ უფლებას აპლიკაციას, რომ ტელეფონზე ჩემი კონტაქტებზე გქონდეს წვდომა. ეს რას იწვევს, რომ რეალურად ჩვენ ეგრევე გვექნება რუკა, ვინ ვის იცნობს. შემდეგი ნაბიჯი არის ის, რომ ალგორითმი ნელ-ნელა ესა 1000 ადამიანს გიგდებს ხოლმე სხვადასხვა მომენტში და გეკითხება რომ ამასთან რა ურთიერთობა გაქვს, ანუ რა ხარისხის ურთიერთობა არის, მეგობარი არის, ნაცნობი არის, უბრალოდ კონტაქტი თუ ძალიან ახლობელი. Google-ის რუკის ფერებისაა დაახლოებით, ანუ ესე ვთქვათ, სად არის საცობი, ან პირიქით სად არის ძალიან მწვანე, ასე ვთქვათ, ანუ კარგი ურთიერთობა. და რეალურად დგება რუკა, როგორც Google-ში დგება რუკა, ზოგადად ესევე დგება რუკა, რამდენი ადამიანის გავლით შეგვიძლია კონკრეტულ ადამიანთან მიხვიდე. ეს არის, ასე ვთქვათ, პირველი არის
რუკა search-ი, როცა მე ადამიანს წერ და ჩავწერე დაუშვათ გიგი ჩავწერე ტელეფონში და მაჩვენა გზა თუ როგორ უნდა მივიდე გიგიმდე. მეორე ნაბიჯი უკვე ეს არის როცა კონკრეტულ მოთხოვნას ვაგზავნი, რომ მე მინდა რომ უკვე შევხვდე გიგის და იქ პატარა დახასიათებებია, რომ ჭირდება დაუშვათ 40 წუთი მინდა შეხვედრა, ონლაინ მისაღებია რა. ამაზეა საუბარი და ესე ვთქვათ უკვე როგორც გამტას მივა დაუშვათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაიამ თხოვა რომ ნოდაზე გავიყვანო და ისა მაიას ვაძლევ რეკომენდაციას თუ არა და თუ ვაჭერო კი ვაძლევ რეკომენდაციას ამ შემთხვევაში ნოდართან მიდის ინფორმაცია რომ თორნიკე თხოვა რომ მაია შემდეგ ესე ვთქვათ შემდეგ კონტაქტთან გაიყვანო თუ ნოდას ჩემთან ურთიერთობა აქვს ესე ვთქვათ ისეთი რომ მისთვის მენდობა იდე გაიჭედა ისევ გაიჭედა იქნებ ტელეფონის ინტერნეტ გადაიყო აქსებს აჭერს და ესე ვთქვათ მიდის ინიციატორი ავე ვარჯობია მე გავაგზავნო თითქმის აღარ დარჩა არაფერი და დავასრულებ რა ერთი წუთი და მობილური ინტერნეტი გაუზიარა და იქნებ უკეთესი იყოს აი მაშინ ვერ გავიგე აი ხა კარგია და თუ გინდა წადე იქამდე და შეიძლება მორჩე რა ჩართავს ახლა მობილური ინტერნეტს თქო და ისეც ეხლა როგორ არის? კარგად. ხო, ეხლა მობილურითა ვარ, უკაცრავად იმისთვის, მაგრამ რაღაცა ტექნიკური ის არის. ეს არის მთელი იდეა. ამ ეტაპზე სადაც ვიმყოფებით რა, ეს არის ანუ შექმნილი ანალიტიკური დოკუმენტი, მთავრდება UX დოკუმენტი, то есть UX დამთავრებულია, გადასული ვარ ბრენდინგზე და ბრენდინგი შუა პროცესშია და დასრულდება ცოტა ხანში და 15 იანვარს ვფიქრობთ, რომ დავიწყოთ MVP-ს development-ი რა, რომელსაც დაგვჭირდება დაახლოებით 4 თვე და ამის შემდეგ გვექნება სამთვიანი ტესტი თუ როგორ გაამართლებს ეს ყველაფერი. საერთო ჯამში იდეა ეს არის. რაც შეეხება ხო, ანუ საუბარს იმაზე, რომ რამდენად ეს ასე ვთქვათ გაამართლებს, რა თქმა უნდა, ძალიან მიჭირს ესე ვთქვათ რა, ჩვენ შეყვარებულები ვართ მთელი გუნდი ამ იდეაში. ძალიან გვიჭირს ესე ვთქვათ რა, ობიექტური პოზიციების თქმა, მაგრამ მგონია, რომ მე არ ვიცნობ ადამიანს, ვისაც ვინმეზე გასვლა არ დაჭირვებია რა. სხვადასხვა მიზეზებით მე პირადად ძალიან ხშირად დამჭირვებია ეს და მგონია, რომ და როგორც დამჭირვებია ვიღაცაზე გასვლა, ასევე ძალიან ხშირად ვიღაცისთვის რეკომენდაცია მიმიცია. და მგონია, რომ მე არ ვიცნობ ადამიანს, ვისაც ეს არ ჭირდება. შესაბამისად მგონია, რომ ძალიან მაგრა იმუშავებს და ამისი მაგარი იმედი მაქვს. თუ რამე შეცდომა არ დაუშვით რამე მნიშვნელოვანი, რაც ცხადია, რომ ხა ნებისმიერ საქმეში შეცდომა არსებობს, მგონია, რომ ეს ვთქვათ, ძალიან პოპულარული აპლიკაცია გახდება. ეს არის საერთო ჯამში. რაც შეეხება ციფრებს, რამოდენიმე ციფრი შემილია, ასე ვთქვათ, რა მოგიყვანოთ, ოღონდ მაგალითის დონეზე უფრო, იმიტომ რომ როგორ აიცით, რომ რამდენჯერაც დავითვალეთ ჩვენი ციფრები, იმდენად ასტრონომიულ ციფრებზე გავდივართ, რომ ჩვენ თვითონ მე ამას ეჭვის თვალით ვუყურებთ რა. აი წარმოიდგინეთ ეხლა დაუშვათ ჩვენ თუ აი აქ 10 ადამიანი ვართ, ვინც ამ Zoom-ში ვართ შემოსულები და ახლობით 20,000 კონტაქტი გვაქვს. 20-25,000 კონტაქტი გვაქვს. საერთო ჯამში აქედან ალბათ უნიკალური იქნება 10,000. ანუ დაახლოებით 10 უნიკალური 10 ესე ვთქვათ ადამიანისგან დაახლოებით 10,000 უნიკალურ კონტაქტზე გავდივართ. ცხადია, რომ იქიდან ისე ვამბობ რა, ზოგი არის მნიშვნელოვანი, ზოგი არ არის მნიშვნელოვანი კონტაქტი, მაგრამ დაახლოებითი ციფრი მაინც არის ეს. როგორც კი ეს აპლიკაცია ვრცელდება და აპლიკაცია წარმატებული იქნება, იქიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება, ასე ვთქვათ, მასში დაფიქსირებული, ასე ვთქვათ, ბევრ ადამიანთან იქნება მასთან მისასვლელი გზა ნაჩვენები, მით უფრო ღირებული იქნება აპლიკაცია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ასე ვთქვათ, პირველი 10 ადამიანი რასაკეთებს და როგორც კი საუბარია, რომ 100 ადამიანი შევიყვანოთ და ნაცნობობით და მეგობრობით დასაწყისში ცხადია, რომ 100 მეგობარს ამაში გავაერთიანებთ, 100 კომაქს მინიმუმ
გონია რომ ძალიან ეგრევე ციფრებზე არის რა თუ დანარჩენებთ თუ მოვახერხეთ და დარწმუნებული ვარ რომ მაგას სწორედ ვიზამთ რომ ამას სწორი მარკეტინგული განმარტება დავახვედრეთ მაგაზე შემიძლია მოვყვნოთ საკმაოდ საინტერესო ვერსია გვაქვს მაგაზე მოფიქრებული მაგ შემთხვევაში ძალიან გეომეტრიული პროგრესიით ეს ვრცელდება რაც შეეხება მარკეტინგზე ერთი მომენტი იყო მნიშვნელოვანი ეს იყო ნინოს იდეა ჩვენი პარტნერის რომელიც ახლა აქ ესწრება და პრინციპი არის ეგეთი რომ როგორც კი თქვენ კონტაქტებს აზიარებთ ან ეს ვთქვათ უფლებას გვაძლევთ რომ თქვენ კონტაქტებზე წომა გქონდეს ჩვენ იმ კონტაქტებს ვინც თქვენ ტელეფონში არიან მათ ვუგზავნით SMS რომ თქვენი კონტაქტი გაზიარდა არ ვეუბნებით ვისგან ცხადია თქვენი კონტაქტის თქვენ შესახებ ინფორმაცია არის ჩვენ ბაზაში ეს არის ეს აპლიკაცია და თუ გნებავთ შემობრძანდით და მართეთ ასე ვთქვათ თქვენი პროფილი მართეთ ნიშნავს მათ შორის წაშლასაც ცხადია და მთელი ეს ასე ვთქვათ სიტუაცია მოყოლილია პირადი სივრცის დაცვის კუთხით რა შესაბამისად ძალიან სწრაფად ვრცელდება ცხადია რომ იქიდან ასე ვთქვათ პენეტრაცია იქნება გარკვეული პროცენტი ვერ ვამბობ რამდენი პროცენტი იქნება მაგრამ ასე ვთქვათ გვაქვს იმედი რომ 40%-ზე მეტი იქნება რაც ძალიან მაღალი ასევე და ასე ვთქვათ ეს არის ერთ-ერთი მოკლედ ინსტრუმენტია თუ ესე ვთქვათ ძრავა არის რომელიც თვითონ თავის მარკეტინგს გაჩავს რა ამ კუთხით ესე ვთქვათ თვითონ ავრცელებს ამას გონია რომ ესეც იმუშავებს ყოველ შემთხვევაში ვართ ამ ეტაპზე 15 იანვარს გვინდა რომ დავიწყოთ დეველოპმენტი მე მგონი განაჩენი თუ ჩემ კოლეგებს ვთხოვ იმიტომ რომ ჩვენ 4 ვართ ახლა აქ მთელი გუნდით ვართ წარმოდგენილები თუ რამე გამომჩა და ამატონ თუ ესე ვთქვათ არა და მზად ვარო კითხვებს უპასუხო არა რა მგონი არის ფაზზე შეგვიძლია გადავიდეთ თუ არის კითხვები რა თქმა უნდა კი მე დავსვამ მაშინ სამ კითხვას ერთი როდის და როგორ წერ აი ვის როგორ ვიცნობ ანუ ეს როგორც კი აპლიკაცია გავააქტიურე მაშინ უთითებ თუ აი როდის ხა მე მაგალითად ხო 1000-ზე მეტი კონტაქტი მაქვს ხო ეს თვითონ უნდა დავყვე თუ აი ეს UX-ი და ვთქვათ ამას ეს მაინტერესებს მეორე მოტივაცია ხო ოკეი გავიგე კაი ჩაუწერ ჯერ მიპასუხე მაშინ და ჩაუწერ და დამისვი ყველა რა ოკეი კი ბატონო ეს არის პირველი მეორე არის რომ მოტივაციის ნაწილი სად არის მან რომ ანუ ითქვა მაგაზე დაახლოებით პასუხი კი ვიცი მე მგონი რომ ანუ რეალურად მე როცა მჭირდება თუ ვიღაცას დაჭირდა და მე ამით ხულას ვაგროვებ, ჩემი აზრით ეს ალბათ მაგის პასუხია, მაგრამ თქვენ რა მოსაზრება გაქვთ მაგასთან დაკავშირებით, ანუ მოტივაციის ნაწილში, ანუ მე რატომ უნდა გავუწიო ვიღაცასთან რეკომენდაცია, შეიძლება ცოტა მერიდებოდეს და იქნებ რაღაც არ ვიცი, მოკლედ რა მოტივაცია მაქვს. ბოლო ნაწილზე მე მგონი დასაუბრების ვარ, მაგრამ მოკლედ მაინც დავტოვებ ამ კითხვას და მესამე თავიდან რატომ უნდა განმოვწერო აპლიკაცია, ანუ თუ მჭირდება ვიღაცასთან დაკავშირება გასაგებია, მაგრამ თავიდან თუ ისეთი ტიპი ვარ რომ აი რავი არავინ არ მახსენდება ეხლა რომ ეს პრობლემა მაქვს იმიტომ რომ რაღაც მომენტში დამიდგება ეს პრობლემა მაგრამ აი დღეს არ მიდგას რა რატომ უნდა განმოვწერო აპლიკაცია აი ეს რა იქნება რომ აი ჩავასწორო ის აი SMS-ის ნაწილს რაც გაყვა ეგ არის პასუხი მაგაზე ეგეც ზოგადი კითხვა მაინც მაგრამ დავსვი მაინც მოდი დავიწყებ და გაგცემ, ანუ რაც პასუხებს, რაც შეეხება როგორ ვახარისხებ, UX-ურად როგორ არის, მოდი ესე ვთქვათ, მაგას ვიტყვი. ამისი არსებობს ორი გზა. პირველი არის, რომ ესე ვთქვათ, ისეთი რომ შენ შედიხარ პირდაპირ ესე ვთქვათ, შენ კონტაქტებში და შეგიძლია თქვა, რომ დაუშვათ მწვანე ურთიერთობით, ანუ ყველაზე ახლო ურთიერთობით, ჩამოყვედა ვისაც გინდა ესე ვთქვათ, მოფწიჩკო და მონიშნო რომ ესენი არიან ეს ვთქვათ მეგობრები ეს არის ერთი გზა ესე ვთქვათ თუ გინდა რომ უცებ დაახარისხო შეთვის ან ყველაზე მნიშვნელოვანი ტიპები მონიშნო უცებ ხოხტები ეს არის ერთი ან პირიქით ესე ვთქვათ მანამდე თქვა რომ აი ესენი არ გააზიარო იმიტომ რომ ჩემი საყვარელია და საერთოდ არ მინდა რომ ამასთან კონტაქტი სადღაც დაფიქსირდეს და ამის გამო ეს საერთოდ არ შევიდეს აქ ეს არის ერთი გზა მეორე გზა არის რომ ჩვენ პერიოდულად გიგდებთ შენ ესე ვთქვათ როცა აი შეხედე როცა შენ ვიღაცას ეძებს სერჩის მომენტი როცა და ჩვენ როცა რუკავს ხატავთ აი ამ მომენტში დაახლოებით რა, ანუ ხანდახან შეიძლება იყოს 10-დან 20 წამამდე. მაგ მომენტში გიგდებთ, ესე ვთქვათ, რეკლამის მაგივრად ამ იმას, რა ქვია, რამოდენიმე ადამიანს, რომელიც Tinder-ის მექანიზმით არის, რომ მეჩინგი ხდება, რომ ეს მიყვარს და ეს არა, ან ეს მომწონს და ეს არ მომწონს, ანუ მარტივი მეჩინგია, ანუ თვითონ მოძრაობით, სადაც შენ 1000 ადამიანს
ესე ვთქვათ, გაჩვენებთ, რომელზეც გვაქვს ეჭვი, ანუ ალგორითმს აქვს ეჭვი, რომ არის შენთან დაახლოებული პირი. როგორ ხვდებით ამას? იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ მთლიან ბაბლს რეალურად, როცა ხედავთ დაუშვათ 8 ადამიანს, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია და მეცხრე, რომელიც 8-სთან არის დაკავშირებული და მე-10-სთან არა, აი ხვდებით, რომ ის ესე ვთქვათ, სავარაუდოდ ესეც აი ამ ბაბლში უნდა იყოს. ანუ მან რამოდენიმე ვერსია გვაქვს, როცა ამას გიგდებთ, ეგ არის ერთი და მეორე არის, რომ იცი არის, მან კიდევ ვაპირებთ, რომ დავაკვირდეთ ეს ვთქვათ წეს, ანუ ერთია, რომ აი აპლიკაციას რო ჩართავ, რამდენი ცალი უნდა ამოგიგდო, ანუ როცა გახსნი აპლიკაციას, აი პირველი 3 იქნება თუ 5, რომელიც ნერვებზე არ მოგხდის იმაზე, რომ დაუშვათ დამეჩო, მაგრამ ამას პორცია გაძლევთ, არ გაძლევთ გვერდს, მაგრამ რაც უფრო მეტი ტიპი შემოდის ჩვენთან და რაც უფრო მეტი ტიპი იმეჩება, მეჩინგს ვეძახით მაგას დახარისხებას რა, ხო? რაც უფრო მეტის დახარისხება ხდება, მით უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, ვინ არის ის სწორი ადამიანი, რომელიც ამოგიგდოთ. ეს არის, ესე ვთქვათ, პასუხი პირველ კითხვას. მეორეზე რაც ეხება мотиваციის ნაწილს რა. мотиваციის ნაწილი არის, ესე ვთქვათ, პირველი мотиваციის ნაწილი იკითხე, რომ რატომ უნდა გავატარო ვიღაცა და რატომ უნდა, ესე ვთქვათ, დავეხმარო ვიღაცას და მეორე мотиваცია, რომ აპლიკაციის გადმოწერის мотиваცია. მოდი პირველზე შევჩერდები ჯერ. რაც შეეხება გადმოწერას, იმის გამო, რომ რატომ უნდა გავუწიო რეკომენდაცია, ხშირ შემთხვევაში ეს რეკომენდაცია არის, ესე ვთქვათ, არნიშნავს, რომ ვიღაცას რაღაცა უნდა თხოვო, ან არნიშნავს იმას, რომ შენ იმ ადამიანთან სხვა ურთიერთობა გაქვს. ანუ ესე ვთქვათ, მასთან გერიდება ურთიერთობა, მაგაზე არაა საუბარი რა, ხო? თან ახლა შეხედე ირაკლი რაღაცა არის, მე თუ მაგ დაუშვათ დათოსთან, შენთან და მიშასთან, ყველასთან მაქვს სხვადასხვა ფერის ურთიერთობა, რეალურად აპლიკაცია ცდილობს, რომ გაგიყვანოს და შემოგთავაზოს ის ვერსია, რომელიც არის მწვანე, ანუ არა ის, სადაც შენ გერიდება, არამედ ის ურთიერთობა, იმ ურთიერთობაში ჩაგდოს შენ, სადაც მწვანე გაქვს და ან ახლო მეგობარია, ან ახლო ადამიანია იმ დონეზე, რომ როცა ეს პრობლემა არ აქვს რა. ეს ერთი და მეორე ამ მომენტში ხშირად არის ხოლმე, როცა შენ გინდა რომ ვიღაცას რეკომენდაცია გაუწიო, იმიტომ რომ ეს ეხლა სწორია. ამის გამო ხო, მეორე მომენტი არის ის, რომ როცა შეხედე რა ხდება, შენ გიგროვდება ბალანსი. ეხლა რამდენად ეს мотиваცია არის, შეიძლება ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ როგორ რაღაცა რომ მე რო შენ ერთხელ გაგიწია რეკომენდაცია, მეორეჯერ და მესამეჯერ გაგიწია რეკომენდაცია, მეც და შენს რო შევალთ ჩვენ აპლიკაციას, ჩვენ პროფაილში, შენ დაინახავ რომ თორნიკემ შენ 3ჯერ შენ თორნიკეს თხოვე და 3ჯერვე ესე ვთქვათ გაგატარა და რეკომენდაცია მოგცა. და ხედავ რომ და თვითონ რომ გთხოვს ამ მომენტში რა, შენ იმასაც ხედავ რომ შენ არ გაატარი, ანუ ეგ მომენტიც ფიქსირდება. მოკლედ გარკვეულწილად ის რომ ვიღაცა ტიპები ჩემზე ან დავალებულები არიან, ან ესე ვთქვათ, მათთან ურთიერთობის მომენტს ხედავ, ეგ არის ერთი მომენტი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი რაც არის, რომ მოკლედ რაც უფრო მეტ გატარებას გააკეთებ, შენ მერე იმდენი უფასო გატარება გაქვს. უკაცრავად, აი მონეტარიზაციის მომენტის დამავის და მონეტარიზაცია რუკის დანახვისას არ ხდება, ანუ შენ შეგიძლია რომ search-ში ვინც გინდა ჩაწერო და ვისთანაც გინდა იმათთან რუკა დაინახო და მხოლოდ მაგ მომენტში იხდი ფულს, როცა კონკრეტულად ვიღაცაზე გასვლას მოითხოვ და იმ ადამიანს შეხვდები, ანუ კონტაქტი როცა მოხდება, მარტო შესრულებულ დავალებაზე იღებ ფულს, იღებს აპლიკაცია ფულს, სხვა ამაში ფულს არავინ არ იღებს, სხვები იღებენ ამაში, მოდი ესე ვთქვათ, მადლობები არის ფულების coin-ი, ესე ვთქვათ, რომ ჯიგარი ხარო გამატარე რა. და ამას შემდგომში უკვე როცა შენ გინდა რომ ვიღაცაზე რეკომენდაცია გაგიწიონ რა, ამას შემდგომში იყენებ. რაც შეეხება მესამე კითხვას, ეს არის რომ თვითონ რატომ უნდა გადმოწეროს აპლიკაცია, მგონია რომ ეგ არის მარკეტინგის ნაწილი და ერთი რაღაცა არის, ეს არის მოკლედ ცნობის მოყვარეობა, მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია და შენ თუ რეალურად ანუ დაინახავ რომ რამოდენიმე მოკლედ სულ გაინტერესებს ვინმესთან როგორი კონტაქტი გაქვს. იქნება ეს მესი, რონალდო, ანგელა მერკელი თუ ღარიბაშვილი რა, ყოველთვის ეს გაინტერესებს რა. ეს არნიშნავს იმას რომ მაინც და მაინც მოთხოვნას გააგზავნი, მაგრამ კონკრეტულ ადამიანთან ესე ვთქვათ, ხელი მიგიწვდება თუ არ მიგიწვდება, მგონია რომ ამას ძალიან დიდი ესე ვთქვათ ინტერესი აქვს. ჩვენ როცა ვაკეთებდით ფინანსებს და ახლოებით გქონდა ეგეთი რაღაცა, რომ თუ არ ვთქვი 5% გვიწერია, ანუ მარტო 5%-ია ვინც რეალურ ყიდვას ახორციელებს, ანუ გასვლას ვიღაცაზე იმაშובה და დანარჩენები არიან ვინც უბრალოდ ნახულობენ
ამ ადამიანთან მიუწვდებათ თუ არა ხელი. გარდა მაგისა, ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, დღეს ეს რეკომენდაციები მუშაობს როგორ, რომ ერთი კაცი თუ არის შენსა და ვიღაცას შორის, ამ შემთხვევაში აპლიკაციას არ გამოიყენებ, ანუ პირდაპირ აიღებ ტელეფონს და დარეკავ, ანუ თუ აღმოჩნდა რომ ვიღაცა ამას ისმის. და ძალიან ხშირ შემთხვევაში შენ უბრალოდ არ იცი რომ ანუ შენ არ იცი რომ დაუშვათ დათოსთან თურმე თორნიკეს გავლით შეგიძლია გასვლა და რამოდენიმე ალტერნატივა გახდეს. მე მქონდა ეგეთი кейსი, რომელმაც მნიშვნელოვანი იყო. მოკლედ დიდი მიწის ნაკვეთის ყიდვა გვინდოდა, ვერ ვიყიდეთ, то есть ვიყიდეთ როგორ გავოფორმე ხელშეკრულება, მაგრამ მე არც მე არ ვენდობოდი იმ ტიპს და არც ის არ მენდობოდა მე და ხელმოწერილი ხელშეკრულება ჩაიშალა 3 თვეში რა, იმიტომ რომ აი საშინელი უნდობლობა ქონდა ორივეს ერთმანეთის მიმართ, გადახდა იყო განვადებით. და შემთხვევით აღმოვაჩინე რომ ადამიანი რომელსაც რო გითხო ძალიან ახლონასწორობა მაქვს კი არა ძალიან ახლო მეგობარი არ არის მაგრამ რო ვენდობია დიდი რესპექტი რომ მაქვს მისი აღმოჩნდა რომ შემთხვევით თქვი რომ აი მაგ მიწაზე ჩამეშალა მოლაპარაკება მეთქი და მაგას დაგილაგებო და რეალურად დაგვილაგა კიდევაც ჩაერთო მოლაპარაკებაში და დამეხმარა და ორივე ვიცით რომ დათო არის შუაში და ამის გამო ესე ვთქვათ იქ ყველაფერი კაკპამას თუ ისე წავიდა ანუ რეალურად მე დაახლოებით 1 წელი დავკარგე იმაზე რომ მოკლედ შემთხვევით აღმოვაჩინე რომ დათო იყო ჩვენ შორის. ხშირად იქნება შემთხვევა, როცა შენ მარტო რუკის დასანახავად შემოდიხარ იმის გამო რომ ნახო რომ ამ ადამიანთან როგორ მიხვალ, იმიტომ რომ როგორც ნობის მოყოლ შეიძლება დაგჭირდეს ეს, ამის გამო მგონია რომ ამას გადმოწერ რა. თან როგორ არის იცი შეხედე მოკლედ მანდ ეგეთი რაღაცა გვაქვს მაგასაც მოყვები რა თუ ძალიან არ გამიგრძელდა შეხედე რომ შენ რო ამოგდის რუკა შენ ამოგდის რუკა რამოდენიმე გზა ხო რომ დაუშვათ გრძელი გზა ძვირი გზა ეგეთი გზა ყველაზე წვანი გზა და ასე შემდეგ და რომელიღაცა გზას ირჩევ რომ აი ამ გზით გინდა გასვლა და დასაწყისში ჩვენთვის მაგარი მნიშვნელოვანია success case-ები რომ ესე ვთქვათ გაბაზრდეს ის რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მოკლედ თუ პირველი გზა გაიჭდა ვიღაცამ დაივერთი არის უარი ესე ვთქვათ ანუ არ გაგატარე ცუდად ჟღერს და დაივერთი რომ გთხოვე რომ მოდი ჩემი გავლი სხვაზე გადაერთე უფრო კარგად ჟღერს და ამ ტერმინებზეც ახლა ვმუშაობთ აი ბრენდინგს მაგას გულისხმობთ ახლა ჩვენ რომ ტერმინების განსაზღვრა ზუსტად იმიტომ ეს სენსიტიური მომენტია და ეს არა საუბარი მაინც და მაინც მარტო ესე ვთქვათ ფლაიერებზე და ასე შემდეგ ხო ანუ საუბარია ზუსტი განმარტებები რო იყოს ამ ურთიერთობაში ხო და მოკლედ შეხედე რაღაცა არის რომ რეალურად ჩვენ შევეცდებით რომ შეიძლება იმან ერთი გზა კი აირჩია და ის გაიჭედა რაღაც მომენტში მაგრამ შევეცდებით რომ ყველა ვარიანტში პირველი აი ტიპები როცა შემოდიან onboarding-ი როცა იქნება ტიპების მოკლედ პირველი გასვლები ყველა ვარიანტში successful იყოს რა რომ ესე ვთქვათ შედეგი ნახონ რა ამას მაგრა შევეცდებით რა თქმა უნდა თუ დასაწყისში ეს რუკა მოგცემ იმდენი ადამიანი იქნება რომ ეს შედგეს ეს ასევე კრიტიკული მომენტია რომ დასაწყისში ბევრი კაცი შემოვიდეს ამის გამო თუ გაბაზრდება და ტიპები დაინახავენ იმას რომ ეს მუშაობს ანუ და შედეგს დებთ რა მგონია რომ მერე გადმოწერის პრობლემა აღარ იქნება რა მადლობა პირიქით მადლობა კითხვისთვის აბა კიდე ერთი კითხვა რა უცბად გამარჯობა ყველას ანუ პირველი ესეთი უხეში დაშვებები რაც გავაკეთე ხო ეხლა რა ჩვენ თქვი 5% იქნებაო სავარაუდოდ ალბათ აქტიური ხო ანუ ვინც რეალურად ხო ანუ ჯერ წარმოვიდგინოთ რომ მთელი მოსახლეობიდან ჯერ ტექსავი რამდენი არის და ტელეფონით რამდენად ესე ჩალიჩობენ იქიდან რამდენი ხო აი ეგ შემდეგი კითხვა იყო იმიტომ რომ ანუ ეგ ანუ საქართველოში იწყებთ და ბაზას ქნით თუ ეგრევე ყველგან იწყებთ მაგას ანუ როგორ წარმოგიდგენიათ გიგი როგორ არის იცი რომ მაგას ჩვენ ვერ შევზღუდავთ ანუ ამისი არეალი მოქმედების რა არის აი თუ დაუშვათ აი ჩვენ ვართ აი ხა ვინც ვართ ხა ჩართულები თუ ჩვენა ვართ ვინც პირველი ჩამოტვირთავს ამ აპლიკაციას ამისი გეოგრაფიული არეალი და საზღვარი გადის აი ჩვენი ტელეფონის კონტაქტების საზღვარი რაც არის რა ანუ თუ დაუშვათ შენ ყავს მეგობარი მოზამბიკში ან ბრიუსელში რა ისინიც უკვე ეგრევე შემოდიან აქ რეალურად ვერ ვზღუდავ არეალს ანუ აი რო თქვა რომ აი მარტო საქართველოში მუშაობ ეხა ეგეთი რამე არ არის ვინც შემოდის და ვისაც მისი მოზამბიკის ნომერზეც უგზავნი SMS შენ რომ ჩამოტვირთე და ჩაერთე კი და მაგის სერვისები არსებობს, ანუ ბევრი სხვადასხვა, რომ მარტივად კი აი აფად გზავნის მაგრა რა.
დავამატებ უბრალოდ რომ ანუ რეალურად ყველაზე საინტერესო საქართველოს გარეთ არის, იმიტომ რომ საქართველოში ეხლა ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ ვინმე გამოჩნდეს ისეთი ვიზაც ვერ გახვალ კონტაქტზე, ანუ ამ აპლიკაციის გარეშე, ხო, ალბათ დამეთანხმებით მაგაში. კი, ნინო, ზუსტად მაგას ვამბობ, უბრალოდ ამ scales როდის აღწევ და როგორ აღწევ, გინდოდა წარმომედგინე. ანუ კონტაქტების საშუალებით ვფიქრობთ, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვა ქვეყნებში ყავს ნაცნობები და მეგობრები და ანალოგიური სისტემა ვრცელდება იმათზეც. ხო, უბრალოდ მე აი სად ვარ იცი რომ კი, ანუ ეგ მიღწევადია, ალბათ რაღაცა ინვესტიცია დაგჭირდებათ მაგაში, რაღაცა არა საკმაოდ დიდი, იმიტომ რომ ეხლა საქართველოში ეს ადვილად გავრცელებადია და ამის ღირებულება შეიძლება რაღაცა კლასტერმა უფრო სწრაფად დაინახოს, თუმცა მოზამბიკელი ამის values უფრო ძნელად დაინახავს, იმიტომ რომ თუ თავიდან 10,000 ქართველი იქნება ამაში ჩართული, ხა მოზამბიკელი ფიქრობს, რომ აი ჩავერთე ამაში და 10,000 ქართველზე უნდა გავიდე, თუ ანუ მისთვის ღირებულება რა არის? ანუ ის რომ იქითკენ მიაღწიოთ scales, ალბათ მაგას დრო და ფული დაჭირდება, ხო? კი, ანუ კი უფრო რთულია, გააჩნია რა მესიჯი გაეგზავნება და რა დონეზე ექნება ინფორმაცია. თუმცა ეხა კონკრეტულ кейსზე უფრო რთულია ვიდრე მაგალითად განვითარებულ ქვეყნებზე, სადაც უფრო მეტი ნაცნობი გვყავს. ამ შემთხვევაში ერთ იმას ვიტყვი თუ შეიძლება რა გიგი მაგას როგორ არის იცი გაჭედილი ხო არა ვარ ახლა არა ხო გიგი როგორ არის იცი რომ მოდი აი მაგალითს მოყვები რა მაგარი მნიშვნელობა აქვს სარეკლამო აქტივობას რა შეხედე მოკლედ იტალიაზე თუ მუშაობ просто რავი კვარაცხელია რომ დააფიქსირო ეს უკვე თხოვო რომ ეს ვთქვათ შემოიყვანო აპლიკაციაში ეგრევე ეს ვთქვათ კვარაცხელიაზე ან მთელ იტალიას მოიბავ ხო ესეა რეალურად ქართველით მაგრამ მაინც მაგრამ თელსაფეხბურთო ესე ვთქვათ იმაზე რა ქვია რა პლეადაზე ჩერეს კვარაცხელია გახვალ ხო ეგეც არის რეალურად შენ რამოდენიმე ტიპი გჭირდება ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი ტიპი სახელიანი რომელსაც ამაში ჩართავდა როცა ჩვენ მოკლედ თუ ხედავთ რომ საქართველოში აი პირველი 2-3 თვის განმავლობაში ეს ფეხს მაგრა იყიდებს მაგ შემთხვევაში უკვე საუბარი იმაზე რომ ვიღაცას თუნდაც დიდი საკომისიოები გადაუხადო და შემოიყვანო იმისთვის რომ ესე ვთქვათ სარეკლამო იმაში რა ქვია რა სარეკლამო აქტივობაში იყოს და მასთან გასვლის საშუალებები და ვანახოთ გონია რომ ეს მაგრა დაძრავს და მაგრა აგდებს სიტუაციას ამის გამო გეთახმები რომ ესე ვთქვათ შეიძლება ცოტა უფრო ესეთი იყოს რა ქვია რა დღეს თულად მეჩვენებოდეს ეს უცხოეთში გასვლა მაგრამ არა რეალურად ყოველ შემთხვევაში მაგრა ოპტიმისტურად უკვე არა გაკეთებადი არის გეთანხმები აბსოლუტურად ხო უბრალოდ მაგას ალბათ ცალკე ბიუჯეტი და სტრატეგია დაჭირდება რა ვიცი ხო კი ეგენი ცალკეა როგორ არის იცი რომ ნამდვილად დაჭირდება მაგის garaშე კიდე არის აზრი ნაკლებია ხო ნაკლებია ამისი მუღამი არის საზღვრების კვეთა რა ანუ რომ ყველასთან მიდიხარ რეალურად ეგ არის მთავარი მუღამი ხო და ალბათ კიდე რაღაცა სეგმენტაციაც გექნებათ ხო შიგნით თვითონ ანუ ბაზაში ხო ანუ ვიღაცა ტიპ თქვა პირობითად არ ვიცი შეიძლება 3 ლეველი გაიჩნდოს ხო რომ თქვა არიან ყველაზე ასე ვთქვათ ინფორმაციის მომხმარებლები და ზემოთ არიან მესამე ლეველზე არიან ისინი რა ქვია ვისთანაც პირიქით დაკავშირება უნდა ტიპებს რა ალბათ იქნება ხო ეგეთი სეგმენტაცია რა და როგორ არის იცი აი ლეველი აი ზედა ლეველს ტოპ ლეველში ვინც არის რა ნუ ვისთანაც ყველას აი ღარიბაშვილებს მაგალითად რა ხო რამდენად ექნებათ value ანუ რამდენად დაინახავენ ღირებულებას რომ ამ ყველაფერში იმონაწილეონ აი ეგ მოტივაცია არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქვენთან რა ხო იმიტომ რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც თუ იქნება მაშინ ექნებათ რა მაგრამ აი ეგ არის ანუ შეხედე როგორი რაღაცა არის ესე რომ წახვიდე ანუ ქვედა ლეველები იქნებიან ხო მაგრამ ის რატო იქნება მეთქი აი მოდი მაგას ვიტყვი თუ შეიძლება ერთი ორი ახსნა მაქვს მან თუ შეიძლება რა პირველი იქნება ის ინტერესებს ბაზარზე ხო მოდი აი მაგას ავხსნი რა მანდ არის ორი მომენტი ერთი არის რომ მნიშვნელობა აქვს ხოლმე აქ არის 4 სხვადასხვა როლი ერთი არის ადრესატი ვისაც თანაც გინდა რომ მიხვიდე მეორე არის ინიციატორი ვისაც აინტერესებს არის ჩვეულებრივი გამტარი და არის ბოლოს წინა კაცი ზოგადად არის მნიშვნელოვანი ფიგურა რა
ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება შემთხვევები, როცა ტიპები არ დარეგისტრირდებიან, მაგრამ მათ ვიღაცა კონტაქტი იქნება დარეგისტრირებული და ვიღაცამ დარეგისტრირდა მისი ნაცნობი, რომელიც არაა დარეგისტრირებული რა, იმას როგორც ჩიხს ეგრე ვუყურებთ, მაგრამ მასთან აი ეს ბოლო წინა კაცი მიდის. ეგ არის ერთი და მაშინ უნდა შეეცადო რომ იმ ბოლოს წინა კაცთან მიხვიდე რომ იმ ბოლოსთან გადახვიდე. ეგ არის ერთი. მეორე არის ის რომ საბოლოო ჯამში როცა გავდიოდით ეხლა რა თქმა უნდა ამაზე ბევრი ბრეინსტორმინგი გქონდა გავით იმაზე რომ ნუ ალბათ ერთი 100 ან ნუ კაი 1000 კაცი იქნება ვისაც ეს აპლიკაცია არ დაჭირდება მაგრამ ღარიბაში უსაც სჭირდება რომ შორტსზე გავიდეს და შორტსაც სჭირდება რომ რავი მასკაზე გავიდეს რა ხო ხდები იმიტომ რომ ის არის ეხლა რაც შეეხება ლეველებს რა ლეველები მოდი ის ვთქვა ცოტა ცუდი სიტყვაა ეხლა რეალურად იმიტომ რომ რამდენჯერაც ჩვენ ეგ დავიწყეთ საუბარი ლეველზე მანდ პრობლემა იყო, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, რას ქვია, სხვადასხვა დონე და ვიღაცა დაბალი დონეა, ვიღაცა მაღალი დონე და მანდ ეგრევე ვეთხრებოდით ხოლმე, ესე ვთქვათ, რაღაცა აი ამ უთანასწორო რაღაცეებში. ამის გამო საბოლოო ჯამში შემოვიდა კლუბების მომენტი, ეს MVP-ის დონეზე არ ხდება, ეს იქნება მერე, მაგრამ აქ საუბარი არის კლუბები, რომ იქნება სხვადასხვა კლუბები, მოკლედ პრობლემა რა დავინახეთ, იცი? ესე ცუდად დავახასიათებ თუ შეიძლება რომ ბირჟავიკებმა საქმიანი ტიპები არ გააგდონ, იმიტომ რომ აი ის რო გურღავენ და ესე ვთქვათ, აი სულ რო რეკავენ და სულ რო აქტიურობენ და დვიჟენიაში რო არიან ხოლმე, რომ აი სულ რაღაცა კონტაქტები გაჭრან, რომ ამათ მიერ არ მოხდეს საქმიანი ტიპების განდევნა. ეგ როგორც რისკი დავინახეთ. შესაბამისად, აი ზუსტად არ დაიტროლოს რა ეს პროცესი რა მე რა. აი მაგის რისკს ხედავთ. და შესაბამისად, როცა ერთ-ერთი მომენტი არის, რომ რაღაცა მომენტში აპლიკაცია იწყებს ვიღაცების გაძვირებას, ანუ ვიღაცასთან შეხვედრა ხდება უფრო ძვირი, ანუ ვიღაცის გავლით გასვლა. და მეორე მომენტი არის უკვე კლუბების მომენტი და სხვადასხვა კლუბების წევრებთან, ესე ვთქვათ, მოდი ვთქვათ რა, მოდი დავარქოთ ესე $5,000 კლუბი, აი წელიწადში $5,000 კლუბი, წელიწადში $3,000 კლუბი და ასე შემდეგ. ანუ გარკვეულ კლუბებს შორის ურთიერთობა იქნება ბევრად უფრო ძვირი, მოდი ესე ვთქვათ, ანუ სხვადასხვა ლეველსაც ახლა შენ ეძახი, მოკლედ რასაც შენ ამბობ, ეგ არის. ოხონდ ლეველს არ ვეძახით, მაგას კლუბს ვეძახით რა და იქ ესე ვთქვათ, სხვა გადასახადები იქნება და სხვა სტატუსების მომენტი შემოდის. ოხონდ მაგას ეხლა ამ ეტაპზე არ შვებით, იმიტომ რომ მაგას ეხლა ვერ გავქაჩავთ, მირჩევნია რომ ნახოთ როგორ მუშაობს საბოლოო ჯამში და როგორც კი დავინახავთ, რომ ეს მუშაობს, მე დავწყოთ მაგების შემოტანას რა. და თორნიკა იმას დავამატებ, რომ ასევე რაღაც ტიპის სორტირება იქნება რა, ალბათ შესაძლებელი, რაც იუზერს შეეძლება თვითონ რა დააყენოს თავის პირად. დღეში 6-ჯერ მეჯერ არ შემომეხმიან. ანუ მაგალითად სფერო ან რასაკითხე, აი რაღაცა ისეთი, აი როგორც თქვათ, ძირითადად სხვა აპლიკაციებშიც არის ხო, აი როგორც ჰობი, ინტერესი რაღაცებს ხო აკეთებენ, ან ხო ხდება რაღაცების მოვწიშვა, აი იგივე პრინციპი ძალიან მარტივად იუზერს შეეძლება აირჩიოს, თქვათ, რა მიმართულებით არის დაინტერესებული რომ დაუკავშირდნენ ან შეაწუხონ და რა მიმართულებით არა. ანუ ეგეც რაღაც ერთგვარი ფილტრი იქნება, რომ ზედმეტად ვიღაც არ შეწუხდეს ამ აპლიკაციაში გაწევრიანებას. ან რამოდენიმე ადამიანი მონიშნოს და იმაც ეთქვას, რომ ეს ადამიანები შემომეხმიანონ რა, ან რომ არ დაითვისოს რა ძალიან რა რეკვესტები არ მიიღონ. ხო, მაგაზე მოკლედ ეგ ერთ-ერთი გამოწვევა ქონდა, ბევრი სხვადასხვა გამოსავალი გვაქვს მოძებნილი, იქიდან რომელი გამართლებს, რომელი არა, არის მეტად პრობიაშებკ, რომელთაც ესე ვთქვათ, უნდა ვცადოთ რა, იმიტომ რომ თეორიულად ეგ თეორიულად კი არა, თავარი რისკ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკად ვხედავთ აი ამ დათროლვას, რომ აუ გაროჩე გამიხურეს საქმე ყოველდღე 100 მოთხოვნა მოდის რა. საწყის ეტაპზე გამაღიზიანებელი ხო არ იქნება, იგივე ამ SMS-ების გაგზავნა და იგივე ეს პერსონალური კონტაქტების გაზიარება, მაინც არ ყოფით იმას ხო არ გამოიწვევს უკავშირს. ზუსტად მაგის გამო ვაგზავნით და თუ აი შეხედეთ SMS-ი ესე ვთქვათ მიდის ერთხელ, ანუ შეხედეთ თქვენ თუ დააფიქსირეთ ირაკლი იმაში რა ქვია, ანუ თქვენ თუ გააზიარეთ თქვენი კონტაქტები და აქ ირაკლის კონტაქტიც მოხვდა ირაკლის მიუვა SMS-ი, მაგრამ გიგიც რო გააზიარებს თავის კონტაქტებს და ისევ ირაკლის მოხდება მეორეჯერ არ მიუვა, ანუ გარკვეული პერიოდულობა იქნება ხოლმე აქ დაცული ცხადია, ანუ ბევრჯერ და შემაწუხებელი ეს SMS-ი არ იქნება, მაგრამ
რეალურად ესე ვთქვათ, ქუდი ამისი, რომ ესე ვთქვათ, რასოუსითაც ამას ესე ვთქვათ ჩვენ ვყიდით რა, ეგ იქნება რომ ზუსტად რაც ახლა თქვენ ბრძანეთ, რომ იმის გამო რომ თქვენი ინფორმაცია ჩვენთან იქნა გაზიარებული და ჩვენ ვიცავთ თქვენ privacy-ს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის გამო გატყობინებთ რომ ესე მოხდა და თუ გნებავთ შემოგბრძანეთ ჩვენთან და ან წაშალეთ თქვენი პროფაილი ან იმას კენთ, იმიტომ რომ იქ შეხედეთ, ანუ იქ თუ ვიღაცას უწერია რომ ეს არის გიორგი მერია, ან გიორგი გამგეობა, ან რა ვიცი, გიორგი ტაქსისტი რა, იმას შეიძლება არც უნდოდეს და ოღონ ამას ვაჩვენებთ როგორ არის დაფიქსირებული. ანუ მისდის SMS-ი რომ ჩვენ ბაზაში შენ როგორც გიორგი ტაქსი ხარ დაფიქსირებული და ხო არ ჯობია რომ შემოხვიდეთ ეს ან წაშალო საერთოდ, ან სხვანაირად ჩაწერო რა, იმიტომ რომ მე უკვე როგორც კი ის თავის სახელს ჩაწერს რა, სწორედ ჩაწერს, ყველას ეგრე გამოუვა, ანუ სხვანაირად აღარ გამოუვა ის კაცი რა. ანუ ისევ გიორგი ტაქსისტით მოძებნის ხოლმე, მაგრამ ეს ვთქვათ სახელი და გვარი სულად გამოვა ხოლმე. სერჩში მოიძებნება, მაგრამ გამოიტანს რეალურად ანუ რეალურ სახელს და გვასაც დაფიქსირებული აქვს. ანუ ტოჯე ტაქსისტ, ტოჯე გოშა, ტოჯე ეგ იქნება, ხო? კი. ისა ბოდიში მეგობრებო, პირველ რიგში მოგესალმებით, სულ ახლახანს შემოვედი ანგელოზებს, ასე ვთქვათ, და მით უმეტეს ეს არის ჩემი ორი ჩართვა ამ პროექტის ფარგლებში, ამიტომ შეიძლება ცოტა ესეთი აცდენილი კითხვა დავსვა. მაგრამ თორნიკეს რაღაცა მიდგომა მაძლევს სითამამეს, რომ ეს გავაკეთო. თორნიკე, იცი რა ვარ გავიგე? ესე იგი გადმოწვარი აპლიკაცია, დავრეგისტრირდი და ავტომატური შეტყობინება გავუგზავნე სულ ყველა კონტაქტს, ვინც ტელეფონში მყავს? არა, თქვენ ბოლოს დარეგისტრირდით, ანუ თქვენ შეხედეთ, თქვენ გადმოწერეთ აპლიკაცია და ამოგიგვიოთ pop-up-ი ქვია ხოლმე, პატარა ფანჯარა რო ამოდის ხოლმე რა. და ეგ ფანჯარა ამოგივარდებათ, რომ გვაძლევ თუ არა ნებართვას, რომ შენ კონტაქტებზე ცნობა გქონდეს. ამბობთ კი, და всё მორჩა. იმიტომ რომ ეგ ცოტა ისეთი იქნებოდა რა, რავი, ტელეფონში ნომრები ადამიანებს ისე გვიწერია, რომ დაგითხრათ რაღაცა მეტსახელით, რაღაც ჩემი მომხმარებელი მიწერია ისეთი მეტსახელით, რომ ის რო უწოდო, ხომ დავკარგავ კონტაქტს. კი, ვიღაცა გიწერიათ, რომ პუტკუნა ბაჭია რა და რაღაცა მაგიტო ეგრე მიწერია ტელეფონში და ეგ ცოტა უხერხული იქნებოდა. ბიზნესის შემოსავლის წყარო რა არის, რომ მითხრათ, ანუ ვიცი რომ ადრე იტყოდი, მაგრამ არ დავსწრები ვარ. აი შეხედეთ, მაია, წარმოიდგინეთ, რომ გიორგისთან გინათ და წარმოგიდგენთ რომ გიორგისთან გინათ დაკავშირება. არა, გიორგისთან არა. კრისტიანთან გინათ დაკავშირება, ხოლმე გერმანიაში. და თქვენ კრისტიანს როცა ჩაწერთ სახელს და გვარს, სერჩში როცა ჩაწერთ, ამოგიგდებთ კრისტიანთან ბევრ სხვადასხვა გზას, რომ ანუ ხუთი კაცის გავლით გადიხართ. თითო ესეთი რგოლი ღირს ფასი. ანუ თუ არის 5 კაცი, თითო ღირს 15 ლარი. მაგრამ 15 ლარი ამ შემთხვევაში ეღირება ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მწვანე კატეგორია, ლურჯი კატეგორია უკაცრავად. ეს არის ნაცნობია უბრალოდ. თითეული რგოლთაშუა კავშირი ლურჯი ეღირება 15 ლარი, ნარინჯისფერი, ესე ვთქვათ, 20 ლარი და კიდე რომელიღაცა უბრალოდ კონტაქტი წითელი 30 ლარი. ხოლო ის კონტაქტი, რომელიც არის მწვანე, ანუ არის აი ძალიან ახლობლური კონტაქტები, იმათ შორის არის უფასო, იმიტომ რომ აი თუ ვიღაცა ხო არის ესეთი, ვისაც აი ვიზაც ვდებ თავს და აი ამაზე რეკომენდაციას ვიძლევი. ის უფასოა ხოლმე, ანუ რაც არ უნდა კლუბებში მე ვიმოძრაოთ და ეს ვთქვათ დაბლიდან ზემოთ და ასე შემდეგ, თუ აი ის არის მოკლედ სახელზე გავედით მოკავშირე ერქმევა ამას, ხო, ინგლისურად LI არის, ხო, LI ერქმევა და არა ნეპოტიზმიდან მოდიოდა და ესე ვთქვათ გადავედით LI-ზე, მოკავშირეზე, ანუ ყველაზე ახლო კავშირს ქვია LI და ვინც არის LI, ის დაკავშირება იქნება უფასო. აი როგორც კი ესე ვთქვათ, ცოტა უფრო არის ეს ვთქვათ თანამოაზრე, აი ეგეთი კავშირები რომელიც იქნება, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ მართლაც მაგაცებს და ძალიან ახლობლებს ვერ ჩავწვეთ ეხლა ქართული ეს ვთქვათ აი ამ რაფინირებით. ისინი უკვე ხდება ფასი. და როგორც კი შეხედეთ, მე თქვენ იმ კრისტიანთან გერმანიაში დაგაკავშირეთ, ანუ შეხედეთ კრისტიანთან მივიდა ვიღაცა ესე ვთქვათ რა, კატრინი, რომელმაც უთხრა რომ აი შენთან დაკავშირება უნდა და კრისტიანმა ის დააჭირა აპლიკაციაში, ოკეის დააჭირა. თქვენთან უკვე ამოვიდა რომ კრისტიანმა ისა გითხრა თანხმობა შეხვედრაზე და თქვენ შეთავაზებულ ფორმატზე დაუშვათ თანხმობა თქვა რომ 9 საათი ონლაინ ისა
ეხმიანოთ, აი ამ მომენტში ჩვენი სამუშაო მორჩა და აი ამ მომენტში გადაიხდით დაუშვად 75 ლარს, აი რაც საერთოდ თანხას თავიდანვე იხდით, მაგრამ თუ ბოლომდე არ გავიდა, უკან გიბრუნდებათ რა. გებლოკებად. ხო, გებლოკებად. ანუ გადამოწერა და რეგისტრირება ვიღაც კრისტიანის დასერჩვა და გზის ჩვენება არის უფასო. შემდეგ ამ გზაზე თუ დავიწყებ სვლას, უკვე ფასიანი. კი, იმიტომ რომ ჩენეტის არის ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომ შუაში გზას რო ხედავთ, ვერ ხედავთ ვინ თავისთავად მე რამდენ ნაბიჯი არის და დაახლოებით რა ბიუჯეტი დამიჯდება ასე ვთქვათ რამდენად გავიცნობ თუ და გავალ კონტაქტზე კრისტიანთან მაგას მიწერს ვისი გავლით და მათ შორის ურთიერთობები როგორი არის აი დაჭრილი ხო ფერების სამბოს როგორია რომ კი და მან მნიშვნელოვანი არის კიდე ის რომ ხო თქვენს შემდეგს ანუ რეალურად ვინც თქვენი კონტაქტია იმას ხედავთ ანუ თქვენი უშუალო კონტაქტი ვინც არის იმ ადამიანს ხედავთ და მაგის მერე ვინც მოდის იმებს ვერ ხედავთ. თავისთავად მესმის. და ანუ ხო მოძრაობები ესე რომ თქვა ძალიან მარტივია რა. ერთი წუთი თუ დაუშვათ რომ წარმოდგენა უფრო კარგად შეგიქნათ, ერთი წამი თორნიკე უცბად ერთი კითხვა მაქვს რა. ანუ წვანე კონტაქტი რომ წვანე არის ნამდვილად მაგის ვალიდაციას როგორ ახდენთ თქვენ? დასაწყისში ეს უნდა მონიშნო ანუ მე შეიძლება ვთქვა რომ რავი ღარიბაშვილს ვიცნობ მაგრა რა ძმა არის და ღარიბაშვილს ეგრე უნდა მოგნიშნოს ხო? იმანაც უნდა მომნიშნოს ეგრე? კი. და მეორე მომენტი არის კიდე რა რომ შეხედე დასაწყისში ეს გიგი დაიწყება იმითი რომ ვინ ვის როგორ მონიშნავს. მაგრამ რეალურად მე როცა ესა track record-ი დაგროვდება და ვნახავ რამდენჯერ გაატარე დაუშვათ მიშო თუ ნახე რომ კი მონიშნე შე როგორც მწვანე და ანუ ძალიან ახლო ძმაკაცი მაგრამ 10-დან რავი 9-ჯერ არ გაატარე რა ფერს ვაგდებ ანუ ვიწყებ მაგის ავტომატურად ეს თქვა სხვა კატეგორიაში გადაყვანას მიხდი ხო რას გულისხმობ? მივხვდი აი შეხედეთ აი დაახლოებით ესე ვთქვათ რა თუ ჩანს აქა ეს არის ერთი view ესე ვთქვათ ერთი დანახვის მეთოდი არის ეს ესე ვთქვათ როცა ხედავ მეორეზე თაბზე გადახვალ და უკვე მეორე იმას ხედავ სადაც აი ეგეთი რაღაცაა სადაც პირველ კონტაქტებს ხედავ და ესე ვთქვა შემდგომ კონტაქტებს ვერ ხედავთ მათ შორის ურთიერთობის ფერს მაგრამ ესე ვთქვათ რამდენი რგოლია ხედავთ უნდა დანარჩენს ვერა აი ეს არის პრინციპი. და ნიშნავთ მე რომელი გზით მიდიხართ რა. საინტერესო. ხო, და ბრენდინგზე რო თქვა კიდე, კი აღნიშნე, მაგრამ ესე იგი ბრენდინგს ჩვენ აქ არ გულისხმობთ კლასიკურად, ესე ვთქვათ, მაინც და მაინც ზუსტად ესე ვთქვათ, რომ არა მარტო იმას ვამბობთ, რაც აი ფერი როგორი უნდა იყოს, არამედ იმის გამო რომ ურთიერთობებს ეხება, აი აქ ცოტა სენსიტიური მომენტები არის და შეიძლება იყოს ძალიან ახლო მეგობარი რომელსაც ყველგან არ გაატარებ რა, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, ანუ ზუსტად იმიტომ რომ ზუსტად იცის რა ტიპია, ხო? ეგეთი რაღაცები იქნება შესაბამისად ურთიერთობის დახასიათების მომენტი იქნება მნიშვნელოვანი რომ ეს სწორი ტერმინოლოგიით შევარჩიოთ. მე მაქვს შეკითხვა თუ შეიძლება? ნეპო აღარ ერქმევა ესე იგი? ნეპო ვეღარ ერქმევა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ღარიბაშვილის ასისტენტს ნამდვილად ექნება შეზღუდვა რომ ეს არ დააყენოს და მანდ უხერხულობა ექნება რა და გარკვეულად მაგრამ რაღაც ელაით ძალიან დავარცხნილი აი old school აპლიკაცია სახელი არ არის ნეპო არის ეგ მომენტი სიმართლე გითხრათ გეტყვი ნეგატიური სიტყვა არ არის ეს ნეპოტიზმი ნეპო ნეგატიურია თორე storytelling აი ბრენდისთვის storytelling-ის ამბავში ხო მაგალი განაცხადი კი იქნება და რაღაცნაირად კი შეხვალთ ბაზარზე მაგრამ იქ ცოტა ისეთი ამბავი არის რა ნეპო აი ძალიან მაგარი სახელი იყო ჩემი აზრით გაძლევს საშუალებას რომ ზუსტად აი სახელია რომელიც მათ შეიძლება რაღაცა ემოცია ეგრევე თავში გამიჩინოს და ემოციაზე შენ რაღაცა რომ ეხა ელაის რო დაარქვე ოკეი boring რაღაცა და ნეპო რაღაცა ვიდეო რო გედოს იმასაც უყურებ რომ ამიხსნა რომ ნეპო რატო ქვია რა იმიტომ რომ აი ესე მიდგა ხალხი შეაწუხა რაღაცა it's a cool მაგარი cool სახელი იყო რა აი როგორც
მე როგორც ხვდებოდი სახელად მარტო ქულკი არ იყო ერთი არის რომ აი უბრალოდ რომ დასერჩო ადვილი ოპტიმიზაცია საკმაოდ და პაходу სტორიტელინგისთვის აი გასაშლელად ადვილი სახელია თითქოს რა ცოტა გული დამწყდა მაგ გავიდა ნუ და თქვენ არიცით ჩვენ როგორ დავწყდა გული რა ანუ ჩვენც მაგრამ მოგწონს ნეპო რა მე ხან პროტეჟე მოვიფიქრეთ ხან კონფიდანტი ხან ის ბევრი სხვადასხვა ვერსია იყო ანუ ისა რა ქვია ლივინგსტონის ჩართულია ამ პროცესში ნეპო არის გეთახმებით ის რაც ზუსტად ასახავს ამას თუმცა რაღაცა მომენტში აი ეს ნეგატიური მომენტი აქვს განიხილება რომ რაღაცა ტიპის ურთიერთობას ერქვას ნეპო ანუ ეგეც არ ვიცი მაგრამ მეც ენანება სიმართლე გითხრათ რა საერთაშორისო დონეზე ვერ გაიგებენ რა ეგ არის მთავარი პრობლემა ეგ იყო ჩვენი თავი მე მგონია რომ არ ვიცი ეს თუ ლივინგსტონის მოსაზრება ლივინგსტონი ყოჩა მაგრებიანი ვინაცვალი ჯიგრები რა მაგრამ არც ერთ კრეატიულ ტიპებს სააგენტო რომ დაიქირავ ნეიმინგზე რავი უთვალავი ფულის რო ჩაურიცხო და კიდე ორმაგდენს მოგცემო აი ნეიმინგზე აქვს ძალიან ცუდი შემოთავაზებები ხოლმე რა ჩვენ სიმართლე გითხრათ ელაი მაგრამ მოგწონს თუმცა ნეპოს მიმართ აი როგორ აგვაქვს იცით რომ მოკლედ სენტიმენტები გქონდა და ზუსტად იმას გამოხატავდა და აი სუპერ ადვილია ის რაღაც არ დაანებოთ რა თავი რა რამე გამოკითხვა გააკეთეთ აი რა უნდა მარტივი Google ფორმი გააკეთეთ და დააგზავნეთ ყველა ნაცნობებში ან რაღაც აი ნეგატივი ვერ მოვაშორეთ რა ეგ არის არა ნეგატივი ვაფშე არ პირიქით მაგარი აი როგორც კი ადამიანი აი როგორ ისეთი მაგარი სახელი რომელიც ეგრევე ადამიანის ხურში მოხვედრისას რაღაცა ემოციას გააჩენს თუნდაც ნეგატიურს რა უკვე მაგარი სახელია იმიტომ რომ ნახე ამაღელვე რა რაღაც დამაფიქრე შემაწუხე ხო და მაშინ რაღაცა ახსნას უფრო მოგისმენ რა ვიდრე რაღაცა მშრალ სახელს რომ მეტყვი I don't care რა იმის იქით რომ გავიგო და ამაზე შეიძლება დავინტერესდე აი ეს არის აი საკაიფო შესაფუთი გასაშლელი რა რომ ტიპი აი ამის მე ნეპო რა ჩემი ფეხები ანუ როგორ გაბედესა რაღაცას მაინც ხო ვიფიქრებ რა ისა რა ქვია ნოდარ გეტყვით სანამ ნოდას პასუხს გავცემ რა მიშო ნინო და გიორგი ნოდარი არის ის ადამიანი აი მე რო გითხარით რომ ჩანაწერი გვაქვს ნოდარ ეგეთი რა უცნობი ინვესტორის კომენტარი რომ სინქმისნაირად სულ რაღაცას მიკეთებდესო რა გასულს რომ მითხარით მაშინ თქვენი სახელი არ ვიცოდი და უკვე აქეთ ეს მოვყევი რომ ეს ჩასაწერილი ამგე ჩაწერილი გვაქვს უცნობი ინვესტორის სახელით რომ ეგეთი რჩევა მოგცათ ხო რა და მოკედა ჩემ ხარეს ვეუნები ეხა რომ ეს ნოდარი ის უცნობი ინვესტორია მეგახლავარ ხო სულ რაღაცას უნდა აკეთო თქვენი იდეა იყო რომ სულ რაღაცა მიკეთებდესო რა კი რაღაცას უნდა აკეთებდეს რა აი მე აი ეხა მაგარი თული არის Facebook-ზე მოვძებნოთ ვიღაცები ხო მაგრამ და აი რამდენჯერ ვეძებთ Facebook-ზე და რამდენჯერ ტუპავ სკროლავთ და რამდენჯერ ტუპავ სკროლავთ იმიტომ რომ ნოტიფიკაცია ამომიგდო რა ესე იგი Facebook-ი რაღაცას მოზგაობს იმისთვის რომ მე წამიჯიკაოს რომ რაღაცა გამახსენოს რომ შემხედე რა და მე შეიძლება იმ შემხედედან ვიღაცა იმას ამ რაღაცა ეგეც უნდა შვებოდეს პაუმალჩანი უღირებულებას უნდა მიქმნდეს და მე აი რაც დამაინტერესა რა სუპერ კულ არის მაგრამ აი ვინ უნდა იმუშაოს ამაზე აი როგორ არის აი კომიტმენტი დროის აქ მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ ამბავია რა ხო და ვინ დაკომიტდება რომ სამსახური ესექნება რა ესე რომ ვთქვათ გეტყვით მაგას რა ხო მოდით პირველი კიდე იმ პასუხს მაინც გაგცემთ და ავასრულებ თუ შეიძლება რაც შეეხება ნეპოს მოგეთ გადაწყვეტილებას გეტყვით თუ შეიძლება რაც მივიღეთ რა რომ იმის გამო რომ მივხვდით რომ ბევრ ადგილას ესე ვთქვათ თან ამ ტოლერანტობის და სხვადასხვა პოლიტიკების გამო რა სიტყვა ნეპო დაიბლოკებოდა მაგაზე მივხვდით და ბევრი ამის გამო ამას ვერ ჩამოწერდა მაგასაც მივხვდით ამის გამო გადაწყვეტილება მივიღეთ შემდეგი რომელიც ეჭვი მაგას შეიძლება ცოტა გაამართლა კიდევაც რომ კაი დავარქოთ ამას ელაი მაგრამ ინვესტორებთან ფიჩინგის დროს ნეპო ერქვას
ეგ მე ძალიან დიდი ის არის რა, განსხვავება მაგორში. ანუ მინიმუმ თქვენთან მაგან გაამართლა ეხლა რა. მაგის თქმა მინდა, გეთაკლებით ნეპომეც მაგრამ ენანება, მაგრამ სხვა პრობლემას ქნის, იმიტომ რომ მოკლედ ეს არის რა ქვია, ეს ეთიკურობის მომენტია ხოლმე, რომ აი სადაც გონია რომ მე წაგვიყვანს რა. აი ესეთი რაღაცა რა, კაცი რომ მოკლა ხო დანაშაულია და ქუჩაზე რომ გადახვიდე, ისიც დანაშაულია რა, ორივე დანაშაულია. მაგრამ აი შესაბამისი სასჯელი აქვს ესე რომ ვთქვათ, ხო? რაღაც არ ვიცი, ქუჩაზე გადასვლა შეიძლება რაღაცა რამოდენიმე ლარი დოლარი რაღაცა იყოს ჯარიმა და იმაზე ბევრი წელია ციხეში. ეხლა აი ეს ნეპოს დანაშაული ესე რომ ვთქვათ რა, ნეგატივს რო ქმნის, ისეთი დიდი და კაცის მკვლელობაა თუ ქუჩაზე გადასვლა არის რა. მე მეჩვენება რომ ეს დანაშაული უფრო ის არის ალბათ ეხლა რაღაცა ისეთი ძალიან წონიანი ის უნდა ეჩვენებინათ კვლევა ან რაღაცა ვიღაცას და არა კვლევაზე არ იყო საუბარი და ქვეყნების მიხედვითაც შემოწმებას რა უნდა არაფერი არ უნდა ანუ პრობლემა მანდ არის ის რომ ვინ იტყვის უარს სახელის გამო რა და მოდით ესე ვთქვათ ანუ ძალიან ბევრი ადამიანი ვიზეც ესე ვთქვათ რა მოდით ესე ვთქვათ არადემოკრატიული ქვეყნის უმრავლესობას რომელსაც ნეპოტიზმის პრობლემა აქვს რა ანუ სოფლიოში უმრავლესობა ვინც არის იქ ეს იქნება პრობლემა რა ანუ სახელი იმიტომ რომ მგონია რომ თან საერთაშორისო სიტყვაა თან ის არის და იმაშები თუმცა ну აი მე ძალიან მენანება თქვენ ვერ წარმოგიდგენთ როგორ იმაშობით აქვთ ტიროდით ნეპოს იმას რა ქვია რა ის რო ეს არ მოხდა თან რაღაცა რო გავარტყით მაგრამ მოგწონდა ეს სიტყვა რა და ის იყო რა ძალიან კარგი სანამ გამოვიდოდით მაშინ ძალიან მაგარია მაგრამ იმ რისკზე წასვლას რომ მე რენეიმინგი დაგჭირდეთ რა აი ეგ არის ძალიან რისკი ანუ ისეთი პონტია რა გაგიმართლებ გაძურებიან ვერ გაძურებია და ეგ როგორ რაღაცა არის იცით პრობლემა არის ნეიმინგი რო ჯობია ალბათ არ ვიცი თქვენ ნამდვილი სახელი რო სხვა რამე ქვიათ და მოფერებით რო სხვა რამეს ეძახიან ხოლმე რა აი ეგრე უნდა გავუყოთ რომ ანუ ერთმანეთში ნეპოს უნდა უხსენებდნენ და ისე ელა იყოს რა რეალობა ეგ არის რა ხო ნუ იმედი მაქვს მე მაშინ ესე ჩემ პოზიციას ამასთან დაკავშირებით ვიტყოდი რომ 100%-ით ჯერ გადაწყვეტილი არა გაქვს და კიდე არის შანსი რომ გადაიფიქროთ, იმიტომ რომ ეხლა ის რომ ვიღაცა რომელიღაცა ქვეყანაში არ გადაწერს, იმიტომ რომ მე აქედან გამომდინარე რაღაცა არ გადმოწეროს, იმან არ გადმოწეროს, მაგრამ იგივენაირად ელაის, ხო? აი ელაის მე არ გადმოვწერ მაგალითად. ატრი ჩაივარ რომ არ გადმოვწერ რა. ვიტყვი რომ აი რაღაცა ეს რომ მოიფიქრა იმ ხალხმა რა ღირებულება უნდა შექმნას თქო და დაჟე აი არ ვიცი ტელეფონი რომ მომცეს ვიღაცამ და ეს იყოს რა ქვია ეს აპლიკაცია ეწეროს ტელეფონიანა დაუბრუნებ რა აი არ გადმოვწე ისე ადამიანების დაწუნებული ვარ ბევრი იქნება რა აუ თქვენ ნეპო ძალიან მოგეწონათ რა ესე იგი არ უნდა მე ნეპო აი უბრალოდ ნეპო არ მომეწონა მე ნეპოც მომეწონა და ის მომეწონა რომ აი ყურში მომხვდება ეგრევე, აუ ეს რა არის, აი რა უაზრობან, აზრიანობან, რატომ აი ეგ მომეწონა რომ ემოციას აჩენს და ემოციას რო აჩენს, აი პირველი კონტაქტი გაქვს მომხმარებელთან, რა რაღაცა ინგეიჯმენტი გაუკეთე, ხო, რაღაცნაირად მე დაუკავშირე. იგივე SMS-ი მიუვიდა, ხო? ეგ არ არის საკმარისი რა კონვერტაციისთვის. კონვერტაციისთვის არის საკმარისი რომ მე რაღაცა ექშენის სურვილი რაღაცა call to action იყოს. სახელი თუ არის თავისთავად call to action-ი, აი stories გაშლის ამბავში. ჩისტა მარკეტინგული შეფუთვისთვის. აი ეგ მომეწონა რომ რაღაცნაირად შემეხება. ან კარგად შემეხება, ან ცუდად შემეხება, ან ცნობის მოყოლებას გამიღვიებს და მაგიტომ გამიჩნდება სურვილი რომ იმ SMS-ში რაღაცა რა სისულელია რა ნეპო აი რაღაც დავაჭირო მაინც რა და იქ თუ დამხვდა რომ რას ნიშნავს ეს და მომეწონა მაშინ მე აი რაღაცა ენთუზიასტი მომხმარებელი ადვილად გავიჩითები რა ანუ თქვენ ამბობთ რომ ჩვენ ამას უნდა დავარქვათ ნეპო და ქვემოთ უნდა მივაწეროთ კაფიოდ რომ ეს არ ნიშნავს ნეპოტიზმს და ეგ კიდე უფრო მეტ
ანუ ვის მაგის საერთოდ რომ მიაწერა თუნდა უკვე მაგაზე ხომ ნეპოტიზმს არ ნიშნავს ხო და ეგ არის მაგის იტერაციები ხო ძალიან ადვილია წარმოიდგინეთ რა საკაიფო ფლოუ რა ბაზა გაქვთ უზარმაზარი A/B ტესტინგი მაგაზე იქნება სუპერ ადვილი რომ გაუგზავნე 10000 ვიღაცას ამას 10000 იმას ამას და ნახავ კონვერტაციები როგორ წავიდა რა გეთახებით ხო მოკლედ მე მაინც დიდი იმას დავიტოვებ რომ 100%-იანი გადაწყვეტილება არ გაქვთ იმიტომ რომ როგორც ვიღაცები არ გადმოიწერენ მაგის გამო დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო აი ნახე ბორინგ რაღაცას აი ვინ არის ეხა ამის პოტენციალური კლიენტი ეხლავე ხო ვიღაცა early adapter-ი და user profile-ი როგორი უნდა იყოს early adapter-ი ტიპია ვისაც არ ეშინია ახალი რაღაცების გადმოწერის დაკლიკვის მიკლიკვის მოკლიკვის რაღაცა ის ტიპი რანაირი ტიპია რა ხო და აი მაგალითად რაღაც peer analysis-ები რო ნახოთ ხო სიტყვაზე journey-ები ვიღაცებმა როგორ გაიარეს რაღაცა მსგავსი პროდუქტები ვინ გადმოიწერა ის რაც შეიძლება უცებ ან დაგუგლოთ ან მარტივი რეპორტები იყიდოთ ხო დარწმუნებული ვარ იმაში ნახავთ რომ ესეთი კონსერვატორი ტიპი რომელიც 53 წელია პარლამენტში ზის და ტელეფონის ხმარება ისედაც არ იცის რა რომელსაც დააფრთხო სიტყვა ნეპო არ არის თქვენი მომხმარებელი რა და ის ტიპი რომელიც პოტენციალურად თქვენ იმის შიშით რომ ვიღაცა როჟა დააფრთხოთ რეალურად ალბათ თქვენი მომხმარებელი ვინც არის უფრო მეტად ისეთ ტიპს იმასწავლოთ მარტივად რო ვთქვა მე მაგალითად ეხა მანახეთ ფული სად უნდა მოვიტანო და უკვე მაინტერესებს რა ეგ რო გავაიასნოთ რა როცა მეტყვით მაშინ ვარ თანახმა ერთი აი ადამიანები მაინტერესებს რა რომ ეს ეხა საკაიფოა ის არის მართლა ხო იმუშავებთ გააკეთებთ თორე დანარჩენ ყველაფერი მომწონს რა და ერთი კიდე პატარა შეკითხვა მაქვს თუ გაქვთ რაღაცა რეალურად ეხა ეს ყველაფერი ესე ასწორებს რა მაგრამ აი boring სამუშაო რაც არის რა due diligence-ი თუ არის გაკეთებული რისკების შეფასება რომ ეს რაღაც პირადი მონაცემები ტრალივალი ფაქტორი მაგის workaround-ებიც ალბათ იქნება ეს იქნება მაგრამ მაგის რაღაცა რეპორტი თუ არის რისკების შეფასების ნაწილში რა გეტყვით რა გაგცემთ თუ შეიძლება პასუხს ორივე კითხვაზე თქვენ ახლა საბოლოო ჯამში ორივე კითხვა დასვით ერთზე ვთქვათ კაფეო პასუხი მაქვს და მეორეზე ალბათ პასუხი რომელიც თქვა არ მოგეწონება მაგრამ ნუ რეალობა რაც არის ეგ არის პირველი რაც შეეხება ამ იმას რა ქვია ვინ იმუშავებს ამაზე რა ამაზე მიშო არის CTO გიორგი არის პროექტის მენეჯერი ესე ვთქვათ ისინი იქნებიან 100% ჩართული ჩემთან ერთად ანუ მე რეალურად რა ამაში ჩართული კი არა ესე ვთქვათ რა პრინციპში მიყავს ეს ყველაზე ნაკლებად საწყის ეტაპზე იქნება ალბათ ნინო ჩართული დაახლოებით ესე ვთქვათ უფრო half time მაგრამ მე უკვე გადმოერთება დაახლოებით 6 თვის თავზე ანუ ეს ის არის რა ქვია ანუ გადმორთვა ეგრე მოხდება რაც შეეხება ჩართულობას მოდით ესე ვთქვათ რა ბექგრაუნდებითაც ვთქვათ რა ანუ ჩემი ბექგრაუნდი არის ვთქვათ მე არ გამიკეთები არასოდეს აპლიკაცია თუმცა წამოწყება ბევრი მქონია ესე ვთქვათ გამოსლება მაქვს როგორც მოკეთ სამშენებლო იმათო საერთოდ სხვა ისა CEO-ს გამოსლება მაქვს ანუ ეს 19 წელი ვიყავი კომპანიის დირექტორი და უფრო კრიზის მენეჯმენტის მიმართულება არის ხოლმე ჩემი ასე ვთქვათ აწყობა რაღაცეების და მე უკვე ესე ვთქვათ ეს რომ მუშაობს ანუ აი მაგ სტადიამდე მიყვანა ისა რა ქვია მიშო არის ასე ვთქვათ იყო დეველოპერი და ეხლა არის CTO და ასე ვთქვათ ის იქნება ამაში 100% ჩართული ისევე როგორც გიორგი იქნება ამაში ჩართული რომელსაც გამოსლება აქვს სხვადასხვა იმისი რა ქვია ანუ ტექების გამოშვების ანუ გიორგი და მიშო თავიდანვე იყვნენ ჩართულები პროექტში და დაპარტნიორდნენ იმის გამო რომ მათი ესე ვთქვათ ინფუტი აქვს მნიშვნელოვანია იმიტომ მე ტექნიკური გამოსვლება ესე ვთქვათ ამ კუთხით არ მაქვს რა ჩართულები ესე ვთქვათ ჩვენ ვქნით ანუ კითხვა იმაზე რომ თუ ანუ მე ვიქნები თუ არა ამაში ჩართული ანუ თუ მაგ კითხვას რომ ცნობდა რა ანუ კი ცალსახად ესე ვთქვათ ეს არის ჩემთვის ესე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მეორე კითხვა რაც შეეხება ასე ვთქვათ პირადი ინფორმაციის დაცვისაკიც ამაზე მთლად ისეთი პასუხი ესე ვთქვათ რა რომელიც მოსაწონია არ არის მოკლედ აქაურ დონეზე საქართველოს დონეზე ამაზე კონსულტაციები გავლიგობს და ეს არ წარმოადგენს პრობლემას რაც შეეხება უცხოური კვლევები ანუ ესე ვთქვათ როცა გვინდოდა რომ იურიდიულ დასკვნებამდე მისულიყავით აღმოჩნდა რომ
მოგეთ, იმდენად ძვირია იურიდიული დასკვნა, რომელიც ვთქვათ, თითოეული ქვეყნის მიხედვით ან რეგიონის მიხედვით უნდა გაგვიკეთონ, რომ ესე ვთქვათ, ბევრად უფრო იაფი გამოდის აპლიკაციის MVP-ის გაკეთება რა, ვიდრე ესე ვთქვათ, დასკვნების აღება, რომელშიც ეწერება, რომ ამაზე ესე ვთქვათ, ის არა, რა ქვია, რომ ეს არის მოსაზრება, ან რომ legal opinion-ია და არა ესე ვთქვათ, კაფეო დასკვნა. და მეორე მომენტი, ანუ შეხედეთ, თუმცა კონსულტაციების დონეზე რაც გავიარეთ, სიტუაცია გვაქვს ეგეთი. საკითხი პირველი, რომ დღეს სხვების მიერ, სხვა აპლიკაციების მიერ ტელეფონების ნომრების შენახვა ისედაც ხდება. ეს არის თუნდაც Google-ში ან Live.com-ში ან ნებისმიერ იმაში, როცა თქვენ ტელეფონში იწერთ ტელეფონს, ეს სივრცეში cloud-ში ამისი შენახვა ხდება. ანუ რეალურად ეს აქტივობა დღეს ისედაც არსებობს. და ეს არ არის, თქვენ ხვის ნომერს, ანუ ნოდარი ნინოს ნომერს ინახავს და ინახავს Google-ის მეშვეობით და Google-თან ნინოს ტელეფონის ნომერი არსებობს. ანუ რეალურად იგივე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არსებობს. და თქვენ რომ გაქვთ თუ არა უფლება რომ გაგვიზიაროთ ნინოს ტელეფონის ნომერი, აი როგორც Google-ს გაუზიარეთ, ზუსტად ეგრევე გვიზიარებთ ამ შემთხვევაში ჩვენ. ნინო როცა თავის ტელეფონის ნომერს გვიზიარებს რა, მარტო მაგის შემდეგ ხედავთ უკვე ნინოს კონტაქტებს. ანუ რეალურად ჩვენ ხო ვთქვათ, ნებაყოფლობით ის არის, რომ თქვენ გვიზიარებთ ვიღაცის კონტაქტს, მაგრამ სხვებსაც ანუ ეს кейსები დღეს არსებობს რა. ის რომ დავუშვათ ჩვენ ეგ მომენტი non applicable არის მე მგონი. მან დაარი რომ ნინომ გააზიარა, ეს უბრალოდ ვიღაცამ სიტყვაზე არ ვიცი, გიორგიმ გააზიარა ნინოს ნომერი და ნინოს ნომერს მე ვიყევ. არავით არის კონსენტი რომ ვიღაცას არ მიუცია, აი ის იმის პრობლემაა, თორე მე რო გავაზიარე, ეგ ჩემი პრობლემა არ არის. აი მაგის გამოყენების საკითხი დგება მე მგონი. არ არის ეგრე და უკაცრავად აი ახსნი რატო რა. შეხედეთ რეალურად სხვის ნომერს ვერავინ ვერ ხედავს. ანუ შეხედეთ, ანუ მნიშვნელოვანი რა არის, რომ და აი ეგ იყო რა, ეგ საკითხი იყო, რომელიც გავიარეთ. რომ შეხედეთ ისევ თქვენ ხედავთ თქვენი უშუალო კონტაქტის ნომერს, რომელიც ისა გაქვთ და იმის შემდეგი კონტაქტი ვინ არის, იმას ვერ ხედავთ. ოკეი. ანუ მარტო თქვენს მიერ გაზიარებულ კონტაქტს ხედავთ რეალურად რა. კიდე ერთი შეკითხვა მაქვს, აქ მე ყურში მომხვდა мотиваციაზე რომ საუბრობდით და მონეტარიზაციაზე, ესეთი სიტყვა coin-ი. ხო და რამე სხვა არ აპირებთ იმაზე, არა? არა, ცალსახად არა, იმიტომ რომ ერთ-ერთი მომენტი რაც იყო, ეს არის პრობლემა ის, მოკლედ შეხედეთ თქვენ რომ მოკლედ მე რომ მე მთხოვოთ ვიღაცასთან შეხვედრა, მე თუ ვიციო თქვენ ამაში ფული აიღეთ, ეს პრობლემაა რა. აი, ანუ ეს არის ძირითადი მომენტი, თორე ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, რომ ესე ვთქვათ, мотиваცია თანხაში გადაგვეყვანა, გაგვეყო 50-50, ესე ვთქვათ, იმ გამტართან და ეს მაგრა იმუშავებდა, ანუ კიდევ უფრო მაგრა მოედებოდა, მაგრამ მაგარი პრობლემა არის ეს, რომ რეალურად შენ აქ, ანუ შეხედეთ ჩვენ საბოლოო ჯამში ვაკეთებთ არსებული პროცესის დიჯიტალიზაციას. ეს პროცესი დღეს ისედაც არსებობს, რეკომენდაციების მომენტი რა. და შეხედეთ როგორი რაღაცა, როგორც კი ჩვენ ამის გაცხადებულად დღეს არის ხოლმე, ხო, ეგეთ კონდა ალბათ 0.01%-ია ძალიან ცოტა რა, როცა დაკონტაქტებში თანხას იღებენ ხოლმე რა, არის დიდ თანხებს იღებენ ძალიან, მაგრამ ძალიან ცოტა არის ეგეთი ადამიანი, ხო? მსოფლიოში. მაგრამ როგორც კი გაცხადებულად მე ვიცი რომ შენ რო ვიღაცა მე შემახვედრე თანხის ამაში თანხა აიღე იქ კონფლიქტის მომენტი ჩდება რა და ამის გამო ეგ ამოვიღეთ თორე ჩვენთვის ეგ ყველაზე მარტივი იქნებოდა ყოველ შემთხვევაში ხო ანუ ეგ მაგრა გვინდოდა რომ ყოფილიყო რა მაგრამ ეგრე რო არ შეხედოთ მაგას საერთოდ აბა აი თანხაზე რო იყოს აქ საუბარი სავარაუდოდ ეგ ზოგადად ის იქნება ხარ თანხა ამაში რამდენი უნდა იყოს ხარ პირობითად რაღაც აი მაქსიმუმ ყველაზე დიდი წარმოიდგინო შეიძლება $100 იყოს რა იმიტომ რომ ხა იქ სადღაც აპლიკაციი და რეალურად ხა ვიღაც ღარიბაშულთან რომ აქვს 20 მილიონიანი საქმე მოსაგვარებელი იმას შეიძლება ყველაფერი გადავიხადო მაგრამ რამდენად ეს ეგეთ შემთხვევაში go to ადგილია და იქ შეიძლება bidding რაღაც ეგ აი
რო წარმოვიდგინოთ ღარიბაშვილთან 20 მილიონიანი საქმე კი არა, არ ვიცი, სახში სანტექნიკი მჭირდება პირობითად და კაი ტიპია თუ არა, ის ვიღაცამ რომ დამიყაი. ეგეთ შემთხვევისთვის რო წარმოვიდგინოთ რა, რამდენი ფული უნდა გადავიხადო, ამაში ალბათ ძალიან ცოტა ფული უნდა გადავიხადო, ხო? და ეხლა აი ვიღაცა, არ ვიცი მე, აი იქ ხო კიდე რამდენიმე ადამიანია შუაში და ეს ფული უნდა გაიყოს და კიდე დაიჩარჯოს და მთელი ამბები და საბოლოოში ვიღაცას უნდა მივიდეს $5, $10 და ეხლა $10 გამო პროსტა ტეხავს რომ რამე გავაკეთო და არ გავაკეთებ. ხო შეიძლება ეგ ამბავი, ეგ პირიქით ძალიან ცუდია, მაგრამ coin ხო ეგ არ არის საერთოდ რა. გულისხმობ რას რომ აი სუპერ მაგარი ამბავია ეს Web3-ისთვის. აი ეს ყველაფერი. სუპერ მაგარი ამბავია რა. აი წარმოვიდგინოთ Web3-ში პრობლემა ის გვაქვს რომ ყველაფერი public გახდება რა მონაცემები. არა, ვაფშე არა. No, არაფერი საერთოდ არა. მნიშვნელობა რას ამბობს? არაფერი, ვაფშე არაფერი არ გახდება public. ესე იგი, აი რო წარმოვიდგინოთ რა, ერთი ახლა ცნობილი ესეთი პროექტია, აი ლეონიც კარგად ერკვევა მაგ კონკრეტულ რაღაცაში რა. იყო ძალიან დიდი მოთხოვნა თელს მსოფლიოში და ბევრი მცდელობა რომ არსებობდეს რაღაცა ის distributed ქსელი ტელეკომის რა. ვერავინ ვერ გააკეთა, იმიტომ კი არა რომ ჭკვიანები არ იყვნენ, ის არ იყვნენ, რაღაცა. უბრალოდ ეს პატარა ტრანზაქციებისთვის სისტემა რო შეგექმნა, რომ ვიღაცაებს რაღაცა მისცე და საზღვრებს იქით იყოს რა და თქვენ საზღვრებს იქითაც სავარაუდოდ დიდი პრობლემები გექნებათ ფულის აღების, იმიტომ რომ აი მე მაგალითად ჩემი წინა კომპანია მუშაობდა ბევრ ქვეყანაში რა და აი სისტემატიურად იყო ხოლმე სირთულე, რამდენადაც არ უნდა გასაკვირი იყოს ფულის დაჩარჯვის რა, იმიტომ რომ იქ რაღაც გეითვეები ისინი ესე მთელი ამბები რა. ეხლა ეს რომ ესე გაიშლება, სიტყვაზე წარმოვიდგინეთ, მე მიწერია, არ ვიცი 50 ქვეყნიდან ვიღაცა, ხო? იმ 50 ქვეყანაზე რომ გაიშლება ალბათ თქვენს დაჩარჯვის პრობლემა გაგიჩნდებათ რა. SMS კი მიაწვდით, მაგრამ იმ ტიპა რომ გადმოწეროს და გამოყენება უნდადეს, აი არ უნდა იყოს დღესდღეობით ეგ პრობლემები, მაგრამ არსებობს რა. ხო და ნახე Web3 გადაწყვეტილება მისცა საშუალება წინა ტიპებს, რომ ეს ფიზიკური ინფრასტრუქტურაც კი ტიპები და ინსენტივებინა ემით რა ქვია, coin-ებით რა. თქვენთან აი ძალიან მაგარი საშუალებები, აი კლუბები და რაღაცებზე რო ვლაპარაკობთ რა, გეიმიფიკაციის სუპერ მაგარი საშუალება გაქვთ походу ამ ყველაფრის შემთხვევაში რა. აი ტიპი რომელიც აი Google-ს ხო ყველა იყენებთ რა, Google-ზე რივიუები ხო დაგიწერიათ ალბათ რაღაცის რა და რივიუებს წერი, იმიტომ რომ მე ჩქარა გაჩვენებს, აქ იყავი სადღაც, აი ამ პანდემიამდე ძალიან ბევრს დავფრინავდი იქით აქეთ რა და ძალიან ბევრ ადგილას მიწევდა ხოლმე, ყოფნა ის ხო სუჩართულია და მე მიგდებდა ხოლმე რომ ეს რა ქვია, აი ამდენ ადგილას იყავი დაწერე რას ფიქრობ რა და ხანდახან წერდი ხოლმე, იმიტომ რომ მე თვითონ არ დამივიწყებოდა, კაი იყო არ იყო და აი სიტყვაზე ეგეთ რაღაცაზე რენკინგს გაძლევს. აქაც ვიღაცა ტიპმა რომ შეასწორა ის ფუმფულა კურდღელი თუ ტაქსისტი გიორგი, ხო? შეგიძლია რენკინგი მისცეს, ეს რენკინგი რაღაცას ნიშნავდეს და ეს რაღაცა სიტყვაზე რაღაცა coins გამომუშავებას აკეთებინებდეს და თავარი ამაში კიდე ყველაფერში რაც არის, აი ამ დეტალებზე რო არ ემას ვქნათ რა. საბოლოოში ჩემ ტელეფონში წერია ქონება არის, ჩემი ნომრები არის ქონება რა, აი ownership ეკონომიკა, რაზეც ლაპარაკობენ, ეს იქნებაო, ხო? ეს არის იმინა, მე ვარ ამის owner-ი. თქვენ ახლა მე მთხოვთ რომ უფასოდ გაგიზიარო. კი ბატონო, თანახმოვარ რა, ის ინკ მე მიწერია უფასოდ გავაზიარე, მაგრამ ეს ქონება, იმის ქონება, ამის ქონება და ეს ქონება რომ მოძრაობს, ეს ქონება უფასოდ არ ამოძრავოთ რა. და იმის ფულები დავიკიდოთ, პროსტა აი ამ ყველაფერში და რაც არის ეხლა მთავარი, ეს ყველაფერი ისე შეიძლება საკაიფოდ გაკეთდეს, რომ არც აი ვიღაცა სიტყვაზე 40 წელი პარლამენტში რო არის ისეთი ბაბუისთვის, არც Web3 ეს არ იქნება, არც არაფერი იქნება, ჩვეულებრივი აპლიკაცია, მაგრამ ვისთვისაც საინტერესო იქნება, იმისთვის ყველაფერი ეს იქნება და ამ სამოტივაციო ძრავი გექნებათ Web3. ბეჯებიც ეხლა მე რაც მივხვდი რა დასკვნა, ანუ რო შევაჯამო არის რომ payment-ი უნდა დავამატოთ მარტო Web3-ის, ხო? სხვა ხო არაფერი Web3-ის. ძალიან არ გავამარტივებდი მთლად ეგრე რა, მაგალითად შეგიძლიათ ის ბეჯები რა, აი Duolingo თუ გამოგიყენებიათ. არა. Duolingo არის მაგარი საკაიფო აპლიკაცია, სადაც სწავლობ ენებს და Duolingo-ში რაღაცა რომ ძისწავლო რა,
პროგრესის დაკარგვა უფრო გენანება ვიდრე ის ენები რომ დაგავიწყდეს, იმიტომ რომ აი ბეჯითი ბიჭი ხარ პროგრესს გაძლევს რაღაცა ყოველ რაღაცა თქვენ ამბობთ ეხა მივხვდი აზრზე მოვედი ეხა თან რა სკორინგსაც გულისხმობთ ეხა ამ შემთხვევაში სკორინგსაც ხო და აი მაგალითად კი გეთახმებით მაგაში გეთახმების სკორინგი გეთახმებით სკორინგის ტრილიონნაირი რაღაცა შეუძლია სიტყვაზე არ ვიცი დააგენერირდეს NFT და მუღამი რა არის რა აი ეს ტიპი კაი ტიპია თუ ცუდი ტიპია როგორ უნდა განსაზღვრო მე რა აი გაუშვა არ აი იმ რაღაცებს რაც ეხა მე რო გისმინეთ რა ეს ფლოუები ყველაფერი როგორც ვხვდები ძალიან ბევრი ნაფიქრი გვაქვს მაგრამ იდეაში ტექნიკურად ცოტა რთულად აი ძველი ტექნოლოგიის გამოყენებით ცოტა რთულად ყვებით მე მგონი იმიტომ რომ ახალი ტექნოლოგია უფრო საკაიფო რაღაცებს საშუალებას იძლევა რა მე შემიძლია აი ძალიან ადვილად ტიპები ვნახო კაი ტიპია თუ ცუდი ტიპია მარტივად რო ვთქვათ ამ Web3 ტექნოლოგიის გამოყენებით აი სუპერ ადვილად აი ადამიანებს რო შეხედავ ეგრევე ის იქნება რა ჩანს რომ ეს ტიპი ხალხს ეხმარება აი რაღაცა საზოგადოებრივად აქტიური ტიპია ან შეიძლება საქმიანი ტიპია იმიტომ რომ ჩერეზამით საქმეები ლაგდება ან ვიღაცა ეხა შეიძლება ეს რაღაცა ლუზერი ბეჯი არ მიაკრა ვიღაცას ხო მაგრამ რაღაცა ისეთი კოხტა იმით რომ ამას ჭირდება მეტი მუშაობა რაღაც აი ეგეთი რაღაცები ძალიან ადვილად გეკეთებადია რა ბევრი რაღაცის პრობლემა იქნება payment-ი მოგიგვარდებათ კიდე რაც თავარია I mean აი payment-ი როგორი რაღაცა იცი შეიძლება TBC-ს დაამატო და ეგეც დაამატო და პრობლემა არ არის და თუ არა აი ნოდარს რასაც რაშიც ვეთახმები ხო Web3 ზოგადად არ მომწონს ტერმინი და ხო ნეპო დავარქვათ რა ხო ანუ თავარი მომენტი რა არის რომ თქვენთვის მონეტიზაციის ნაწილი ანუ coin economics-თვის ტოკენების გამოყენება მოკლედ ხო вообще მან ტერმინი coin-ი და ტოკენი вообще სხვადასხვა რა არის და ტერმინებში არ ჩავალ რა მთავარი მომენტი რა არის რომ თქვენ რო ეხლა $20 ახდევინებთ მაგის ნაცვლად $20 შესაბამისი nepo coin-ი რო იყოს გადასახდელი შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს რატომ იმიტომ რომ რეალურად აი კონტაქტების ის მომეწონა ძალიან იდეა ნოდარის ნაწილში რომ მე რომ 1000 კონტაქტი მაქვს შეიძლება დარეგისტრირების დროს მოტივაციის ნაწილში ეგრევე მერიცხებოდეს 1000 coin-ი რომელიც შეიძლება 1 ცენტი იყოს ბატონო აი ზუსტად ეხა რაც თქვი ყველაფერზე ნასაუბრები გვაქვს და უკაცრავად მიშო ერთი რაღაცა არის შეხედეთ აუ ერთ წამიჯერ დაამთავრე ირაკლიან დაამთავრე იმიტომ რომ ხო მინდა რომ მაგაზე ეხლა ეგ ხო ყველაფერი ხო არის ისედაც ოღონდ Web 2-ში არის რა ჩვენ შემთხვევაში და ვიცი მაგრამ დაამთავროს მაინც დაამთავროს ანუ Web 3-ის თავარი მუღამი რა არის სიმარტივის ნაწილში ხო ანუ რეალურად ეს პროექტი თუ გაშვებული იქნება 2024-25-ისთვის 1 წლის გაშვებული თუ იქნება ხო შეიძლება უცებ 100 მილიონი საწევი შესაძლებლობა იყოს რა პლუს შეიძლება მინუსი არ ქონდეს იმას რომ coin-ზე არის ეს დაფუძნებული. რატომ? იმიტომ რომ როგორც კი, ანუ coin-ების ფასი ხო ზოგადად არის hype-ი, მაგრამ hype-ის უკან უნდა იყოს რაღაცა ლოგიკა, ხო და ლოგიკა აქ არის რომ შენ ეს ანუ რა utility, რა გამოყენებადობა შეიძლება ქონდეს coin-ს. და აქ coin-ის გამოყენებადობა და ანუ მოთხოვნა რატომ შეიძლება არსებობდეს ძალიან სასახა არის. ანუ შენ თუ გინდა იმასთან ღარიბაშვილს დაუკავშირდე, იქ საბოლოოდ გადასახდელი გაქვს არა 20 ლარი, არა, შენ გადასახდელი ამდენი nepo coin-ი, რომელიც კი ბატონო $20-ია საბოლოო ჯამში, მაგრამ $20 უნდა იყიდო coin-ი და ის უნდა გააკეთო. პლუს რაც უნდა თქვა, ეს ძალიან სწორი რაღაცა არის, რომ გადახდის ნაწილი საერთაშორისო დონეზე ხო მართლა პრობლემატური არის. კაი ამბავი რა არის, დღეს უკვე ბირჟა ყველგან არსებობს რა, ანუ Binance-ი ბევრ რაღაცას წდება და Binance-ზე თუ არის დარეგისტრირებული, ანუ დალისტული nepo coin-ი, nepo coin-ს ვიყიდი და მე უკვე Web3-ში ვაკეთებ გადახდას. სამომისად ის გადახდის ნაწილი, რაც ნოდარმა თქვა, გვარდება და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი მგონია არ არის პატარა ამბავი, იმიტომ რომ აი ქვეყანა რო წახვიდე, ხო, ანუ ძალიან რთული არის, აი შეიძლება 200 ქვეყანა რო დაფარო 50 გადახდის სისტემა დაგჭირდეს რა. იმიტომ რომ ეს Stripe რო არის, ფარავს მარტო ძირითად ქვეყნებს. თორე ხო, უამრავი სირთულე გაჩნდა, აი ხო რა, ანუ გადახდის ნაწილი არ არის ეგეთი მარტო პრობლემა რა. სახისხევა არის, აი ხო, რასაც ეგრევე აგვარებს coin-ი რა და blockchain-ი. და მეორე ნაწილი ის რომ ხო, მიდი ბოდიში. მეორე ნაწილი რომ მარკეტინგისთვის, ბიჭო ეს რა საინტერესო რაღაცა არის, bull market-ი გაიჩიტა, მე მაშინ რა ქვია,
კრიპტოზე და უცებ ამ თქვენ რომ რაღაც შეთავაზებას გააკეთებთ და ICO-ს გააკეთებთ 100 მილიონი აწიოთ, ეგეც ანუ კეისი უეჭველი ICO-ა, ბოდიში ირაკი ჩაგერთოთ და აი ეს არის იმინა Web3 ღირებული ქონება უკვე მაქვს, აი ყველას გვაქვს იმინა ქონების მეპატრონეები ვარ, აი როგორ რაღაცა რა, აქამდე მქონდა iliquidური ქონება რა ნებისმიერ რაღაც არ ვიცი ნაკვეთი სადღაც ხო? აი წარმოიდგინე ნაკვეთი სადღაც ხო კაციშვილი არ ყიდულობს თორე კაია რა. აი იგივენაირი მაგარი ქონება მაქვს ტელეფონში რა. ეხლა თქვენ მოდიხართ ამის გალიკვიდურების საშუალებას იძლევით, აი ამ იმის მერე რა, ის რაღაც 80 რაღაცა $, რო ეწერა იქ. მე მგონი აი ესეთი კონვენციონალური დაჟე ესეც არ არის ეგრე გასაკეთებელი რა. თუ გინდათ ICO როგორ უნდა გააკეთოთ და ფული, აი შეპესეში არ ჩაგვარიცხინოთ რა, ქოინები გვაყიდინეთ. ეხლა ეგრევე ზუსტად. ხო და მაგაში თუ გინდათ მე დაგეხმარებით როგორ უნდა გააკეთოთ, აი იმ ძალიან ჩქარა, აი ეგრევე გავაკეთებთ. ეგრევე ქოინები ვიყიდოთ, თუ გინდათ აი რაღაცა ცოტა დიდ ICO-ს რო გავაკეთებთ, ეხლავე დავკომიტები რომ იქაც ვიყიდი და ეს არის მაგარი მე მგონია ძალიან მაგარი რაღაცა შეიძლება გამოვიდეთ. თორნიკე მე მგონი მოდელი ამოგიყირავეს საერთოდ. თორნიკე არა, კი არა მომიყირავეს თო. შეხედე. არა. ხო. თავი აი ICO არავით არის ვიღაცაებთან მისულად და ბებრულად მოაწერე არ ჭირდება ამას ეგ არაფერი რა. ეგრევე ICO ქოინები წავიდა. თავარი პრობლემა ბლოკჩეინის არის რომ მისი შესაბამისი პროექტები არ არსებობს როგორც წესი. რა, ანუ ძალიან რთულად მოფიქრებადია და აი ნოდარი ასაწყობოდა ის ჰელიუმის მაგალითს ყვებოდა მე მგონი რა. რომელიც ეხა გვერდზე გადავდოთ, მაგრამ ანუ ჰელიუმი ეგეც ასწორებდა მაგალითი რომ გამოვიდა მაგიტო. ეხა კიდე უკეთეს მაგალითს მოგიყვებით რა. აი წარმოიდგინეთ აი როგორი იდიოტური იდეები ფრინავს რა. ამას აქვს რეალური პრაქტიკული საკაიფო utility და მართლა იმინა გამოვიყენებ, ხო? თან ახოდუ ორნაირი utility აქვს. ერთი არის რომ ქონება გამიხდა ლიკვიდური, მეორე არის მართლა გამოვიყენებ ამას. როგორი იდიოტური რაღაცები ფრინავს ეს play to earn რა. ტიპები დადიოდნენ ფეხით და რაღაცა ქოინები და აი ეგეთ სისულელები, ეს ხო ამას ხო და რაც გინდა ის დაარქვი და რაღაცა ნუ ვიღაცები ისედაც მე მაგალითად ეს healthy მიწერია უფასოთაც დავდივარ რა. ის არ გადმომიწერია, იმიტომ რომ მეგონა იდიოტობა იყო. ის არის ტელეფონში მიწერია ეს healthy და ამ აპლიკაციას აქტიურად ვიყენებ და ეს კილომეტრში ერთხელ აკეთებს ხოლმე reviews და კუსტბაზე რომ დავდიოდი ეს reviews რომ მიკეთებდა ხალხი მიყურებდა შენო რა ნავარჩენი ის ქონიაო კაცო სტეფანის აპლიკაციაო როგორ ჩემი არ ლაპარაკობსო და ნუ ოკეი ეგ თავი დავანებოთ მაგას მაგრამ ამას აქვს პრაქტიკული value ქონება ლიკვიდური გახდება რეალურად აი რაც არის რადიაციის ეფექტი რა რომ პროპაგაცია თავისით გააკეთოს ამან ეგ მაგარი საკაიფო აქვს იმათ თუ ჭირდა აი ჰელიუმში რა ბოტასებს ჰელიუმ რა იყო და სტეფანში ბოტასი უნდა მევაჭრე გამოგეგზავნო რაღაცა მაგრამ ორგანულად არისო რადიაციის ეფექტი რომ მე შენზე რაღაცა გადამედო რა აქ რეალურად არის ორგანულად რა რომ ნახე ირაკლის უწერია მე გავიგე ირაკლის უწერია ირაკლის რაღაც არის why not რა ჩავერთე შესაბამისად შეიძლება რომ მასშტაბირება ძალიან ჩქარა ორგანულად მოხდეს ისე როგორც ახლა ხდება ხოლმე ეგრე ვერ აყვებით ამას რა ძალიან ბევრი ტკივილი ექნება ორგანიზაციები უნდა არეგისტრიროთ 9000 ქვეყანაში იქ მერე ვისაც არეზარება ეს რაღაცა GRDC ისინი AML-ები კომპანია ჯანდაბები ფულს ვერ გამოართვა ვერაფრის აქ გააკეთებ ICO-ს ფულში აგროვებ საკაიფოდ onboarding-ი ადვილია, მონეტარიზაცია ადვილია. სამ მოტივაცია ყველა ტიპების რომ მოხდეს აი ეკოსისტემ stakeholder-ების რა ვიღაცა აიმინა ნებისმიერი stakeholder-ის მოტივაცია რომ მოხდეს ძალიან ადვილია. ნებისმიერ პროცესზე რაღაცას მიანიჭებ რა. ხო და მოკლედ ანუ ძველებური მოცემულობით თანახმოვარ ისედაც რომ რაღაცა შემოგიამხანაგდეთ და მე ვეცდები რომ ორ რაღაცაში დაგარწმუნოთ. ეხლა რაც მოგიყევით რომ ესე ჯობია და იქნებ ნეპო არ გადაიფიქროთ. მესამე რაღაცა გავიწყდებათ ნოდარ. აუ ირო შენთან მაგ თხოვნა რა რომ ეს ჩანაწერი მე სასწრაფოდ გავაბაჟოთ, იმიტომ რომ მგონია რომ ირაკლის და ნოდარის საუბარი ყველაზე მეტ ინვესტორს შემოიყვანს ჩვენ აპლიკაციაში რა. ხო ანუ
მე სულ დამოვიწყდა იწერება, ხო? ეს იწერება და ჩემთვის ეხა ეგ აყვებას ღირებული, რომ აი თქვენ ეხა რასაც საუბრობთ რა ენთუზიაზმითაც რაც თავია. აი და რა ენთუზიაზმით საუბრობთ რა. მოკლედ ჩემთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იდაკლის ვეუბნებოდი, ნუ და თქვენ აგისნობით, იდაკლის ვეუბნებოდი, რომ შემჭირდები მეთქი, რომ შემოხვიდე მეთქი რა. ანუ ზუსტად ეგ პოზიცია მქონდა, იმიტომ რომ რაც არ უნდა ჩვენ ესე ვთქვათ, ჩაკეტილად რაღაცა მომენტში რაღაცებზე ვიფიქროთ რა, როგორც კი გვაქვს საშუალება, რომ ეს თქვენთან გამოვიტანოთ, ან ბიურკასთან და მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ვიძახდი, რომ იდეალური ვერსია, რომ 10-12 კაცი შემოვიდეს მეთქი და დაახლოებით თუნდაც დიდი ჩეკები არ იყოს, მაგრამ აი 10-12 კაცი რომ ეს ვთქვათ, ინტელექტუალური შევქნა მეთქი ბორდით ხო, ეგ არის ყველაზე მეტი ის, იმიტომ რომ მგონია, რომ მანდ ვთქვათ, მნიშვნელოვან რაღაცებს დავინახავთ. ეხლა რასაც თქვენ ამბობთ, აუ ეს ჰელსი გამიხარდა კიდე რო ახსენეთ, შეიძლება ეგეთ მოძველებული არ ვიცი, მაგრამ მე სულ ეს ჰელს ხმარობ რა, ანუ ყველაფერზე რა საერთოდ. ხო, ანუ ისეთი რა ქვია რა, მაგრამ მიყვარს ეგ აპლიკაცია და ყოველთვის როცა ვაწყობთ, აი სკორინგი თუ გახსოვთ, როცა სხრებს ეჯიბრებით ეს ჰელში რა, აი ეგ პრინციპი ქონდა აქ ჩადებული და რეალურად ამაში ეგ ეს ჰელსის სკორინგი, ანუ სხრებთან მიმართებაში რა პროცენტი გაქვს, სხვასთან მიმართებაში რა ისინი გაქვს, რა ქვია რა გამოწვევები და ასე შემდეგ. ეგენი არის ჩადებული, იმიტომ რომ ამაში სხვა კოლეგებთან მიმართებაში მარტო მე მაქვს, მე მგონი Samsung-ი და ანაჩენს iPhone-ი აქვს თუ არ ვცდები რა და აი მაგრამ მიყვარს ეს ჰელსი, რა ეს სულ რაღაცებს მაჩვენებს, ხან რას მithვლის, ხან რას და ეგ შედარება რომ სულ შეჯიბრებითობის მომენტის შემოტანა მგონია რომ მაგარი მნიშვნელოვანია ნებისმიერ ამაში რა. რაც შეეხება გადახდას, ესე ვთქვათ, კრიპტო მიმართულებით წასვლას, აუ პოზიცია სიმართლე გითხრათ, მაქვს ეგეთი, რომ თუ მაგითი ჩვენ არ პირდაპირ გეტყვით, არ ვიცი, ბევრი, ვთქვით რომ გავერკვიო, მაგრამ ცოტა შიშით ვუყურებ, მაგრამ თუ ეგ არ დამაკარგინებს გარკვეულ სეგმენტს, ან შესაძლებელი იქნება რომ ორივე წავიდეს რა. მაგ შემთხვევაში მაგრამ უწევს თქვენი იდეა იმის გამო რომ აი რაც თქვენ თქვით ამარტივებს და რაღაცა ქვეყნებში შესვლა და რეგულაციები და ასე შემდეგ აღარ გეხება. ეგ ძალიან მაგარია რა. თუ შევძენით რომ ეგ გამოგვივიდეს რა, ხო? არ მაგრა გასწორებს რა. ალბათ კომუნიკაციაში აქ საერთოდ არ არის ლაპარაკო, რომ იქ ის არის რა, არიქა და კრიპტო და ბლოკჩეინ. ეგ ვიღაცას დააბნევს და ეგონება ვაიმე რა. აი მაგას ვიძახ, ძალიან ბევრი ვიღაც ვერ ერკვევა რა ამ კრიპტოში და რაღაცებში და მომხმარებლის თემაში. ეგ არაფერი აი ეს არის რა, მე დარწმუნებული ვარ ეხა აქ აი ერთი ადამიანი ვიცი ზუსტად რომ ძალიან კარგად ერკვევა, რასაც ეხა მე ვიტყვი ეხა აქ ვინც ესწრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ დანარჩენი არ ერკვევა კი არა, არც ინტერესდება. მაგალითად ერთმანეთს როგორ ველაპარაკებით რა. კაბელი არის, რაღაც რელეიკები ასხივებს, თუ აი როგორ დავკავშირდით, ხო? აი კაცი შუმა არ ვიცით და არ გვაინტერესებს და აი იდეაში ეს მაგრამ გამოვიდა, ხო, მაგას ამბობ, რომ იხდიმა როგორ იხდი კაცმა არის, ხო, გავიგე. ნახეთ, ტექნოლოგიები, აი მე ეს არის რა ქვია, ადრე ტელეკომ კომპანიაში მუშაობდი და იქ ძალიან ძველი თანამშრომელი ვინც იყო მეუბნებოდა რომ ყველაზე დიდი ტრეინინგ ბიუჯეტი ისა ეს მთელი ამბები იყო რომ ეს ხალხი მოდისო და ამას შნური არ აქვს როგორ მუშაობს და ამიხსენი და აი ეგ იყო ყველაზე დიდი ამბავი რა და აი დღესდღეობით ვინმეს გაინტერესებთ ეხლა ეს როგორ მუშაობს არა იგივე არის კრიპტოს რა მნიშვნელოვანი წილად რა ეხლა ის რაღაცა შვება ვაიმე ისა ეს ეგ ამბები კი არის მაგრამ ამ შემთხვევაში ნახეთ თავარი რა არის რა ეს ტექნოლოგია კი არის utility რას იძლევა რა ფუნქციონალ მარტივად რომ ფუნქცია რა რო დავაჭერ რას აკეთებს ხო ხო და თქვენი კომუნიკაციის შემთხვევაში არ არის საერთოდ საჭირო რომ აი არიქა და კრიპტო და ბლოკჩეინი და რაღაცები ვილაპარაკოთ რა ეს არის ჩაულებრივი საკაიფო მაგარი აპლიკაცია იმაშვება ამაშვება და ის ადამიანები პატარაზე შეიძლება მიწერა როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და ის ადამიანები ვინც გარკვეულია კრიპტოში მიტოში და მთელი ამბებში ხო ან იმაზე ცალკე ტარგეტირებულად სხვანაირი კომუნიკაცია უნდა გააკეთო ან თვითონ მიხვდება აქ რომ გიწერია რომ როგორ არის რაღაცა მოწყობილი ესენი გარკვეული ადამიანი უკვე იმის იქით თავისით ნახავს მაგის საშუალება უნდა კონდეს რა ამიტომ არაფერი არ დაიკარგება პირიქით ეს არის აი დღესდღეობით web3 ტიპებს იმინა ჭირდებათ წყურიათ ჰაერია რომ
რაციონალი რო აქვს ისეთი პროექტი იყოს რა. აი ლიჟბი, საიდანმე, რამე. ხო და ეს არის მაგარი რაციონალი აქვს ისეთი პროექტი. ოღონდ რაციონალი რო აქვს ჩემთვის და შენთვის მარტო არ არის საკმარისი და კომპანიისთვის რო აქვს რა. იქ ვინც მონაწილეობს იმისთვის და ჩემთვის აქვს რაციონალი, აგერ მიწერია, ეხლა მე დავხედი, მე მქონია 2013 კონტაქტი. ხო და აი 2013 ქონება მაგ, ხო. Yes. აუ, ხალხო, მე უნდა დაგტოვოთ რაღაც ნახევარზე შეხვედრა მაქვს რა. ერთადერთი ამ GDPR-ზე ხო მაინც გადასახედი არის რა, თუნდაც იურიდიული მოსაზრება არ იყოს. GDPR-ი, ნუ ყველაზე მკაცრი რეგულაცია მაგ ნაწილში და просто რომ რაღაცა რომ აი ეს წერია და მაგის გამო პრობლემა არ არის, ან რაღაც მსგავსი რაღაც პასუხი რო იყოს რა. აუ, ირაკლი სანამ გახვალ მეგეთქვი რა. ბოლომდე ვებ3 რო არ გამოდის ეგ ნაწილი მინდა რა, რო თქვა რომ იმიტომ რომ კონტაქტები ვებ3 მე არც მომწონს ტერმინი blockchain. ხო, ოკეი. ჩვენ გვივაპარაკია ცალკე და მოკლედ ვიცით. ხო. blockchain-ში ბოლომდე არ გამოდის, იმიტომ private არის რა, კონტაქტები რა. ეგ რო ეხა blockchain-ში გაუშვა, ყველაფერი public-ი გახდა. არაფერ შუაში არ არის, კონტაქტები და მარტო payment-ის ნაწილზე უნდა გაუშვა რა. არა, ეს ყველაფერი აი საერთოდ არაფერ კავშირში არ არის კონტაქტები blockchain-თან. დანარჩენი რა თქვით, ყველაფერს გეთახმებით რა. კი, მაგრამ კონტაქტებზე საერთოდ არ ვლაპარაკობ. არა, კონტაქტების არა, მაგით ხო გუბრებო, უკაცრავად. ეგ, რასაც ეხლა თქვენ საუბრობთ რა, უკვე არა საინვესტიციო შეხვედრაზე რა, არამედ ტექნიკურ შეხვედრაზე გამოვიდეთ. იგივე შემადგენლობით. ხო, მოკლედ, ეგ არაფერი ბარიერი არ არის რა. ერთის კონტაქტები რომს განათავსო, იქ შეგიძლია ისე განათავსო, რომ ის არის რა, რაღაცა განთავსდება, მაგრამ არ გამოჩნდება ზუსტად რა განთავსდა, იმიტომ რომ ტრანზაქცია გამოჩნდება და რა ტრანზაქციის შიგნით იმაში რა დევს. მაგრამ, კარგი, ეგ პრობლემა არ არის რა. ნახვამდის დროები დიდი მადლობა, კარგად. კარგად. მეგობრებო, აუ, ჩემთვის მაგარი საინტერესო იყო ეს შეხვედრა. მიხარია რომ მეძიხანოდა. ხო, გარკვეული შედეგები მქონია რომ უკვე მოიტანა. მედი მაქვს რომ ხო, საინტერესო იყო, რავი, რაც მოგიყევით და დაფიქრდებით რა. დავფიქრდებით არა, მე კითხოს დაგისვამთ. სიამოვნებით, მართლა სიამოვნებით. მე ძალიან მომეწონა თქვენი ყველაფერი რასაც ამბობთ და სიამოვნებით თუ რაღაც შემიძლია სასარგებლო ვიყო. კი ბატონო. მადლობა. თუ კიდე კითხვები გაქვთ, მზად თუ არ ყველაფერს გაგცეთ პასუხი, თუ არა, ესე ვთქვათ რა, შემიძლია რომ ესე ვთქვათ დავასრულო შეხვედრა, როგორც იტყვით რა, მოკლედ მე მზად თუ კიდე გაგცეთ პასუხები ჩვენ ყველანი. მე კითხვა არა მაქვს, ერთი უბრალოდ რაღაცა რა ვიცი რა, თუ ფორმალურად თანმიმდევრობა როგორ უნდა გავაკეთოთ რაღაცა თქვენდა ზარისმერე რაღაცნაირად შევხვიანდეთ და გეტყვით როგორ არის. მე შემოგეხვიანები და მოგიყვები ყველაფერს. ოკეი. ხო, ანუ შეხედეთ, ნუ და როგორ არის, იცით რომ რეალურად ეს სტილი, ესე ვთქვათ, ყველა ვარიანტში აქსელით კეთდება და აქსელის გავლით, ესე ვთქვათ, თუმცა აქსელის მხარესაც მე ვარ ხოლმე რეალურად რა, ხშირ შემთხვევაში და ეს უკვე ის არის, მაგრამ ის არის, რა ქვია, ჩვეულებრივ სტანდარტული სქემა არის, მაგებსაც ლევანის მოგიყვება, თქვენს მოგიყვებით, ესე ვთქვათ, როგორ კეთდება რა. ეგეც I don't mind, თქვენ როგორც გაგიხარდებათ ისე რა, მაგრამ მე მგონი ICO ყველაზე მაგარი ვარიანტია და აქსელმა ICO რო გააკეთოს, ICO-სთვისაც კაი იქნება, იმის ნეპოსთვისაც და აქსელისთვისაც ალბათ რა, თქვენ რაღაც პირდაპირ გეუბნებით რომ ICO არ ვიცი რა არის. აი, მაგაზე ვისაუბროთ, შემიძლია მოყოლა დავჯდეთ და აი ძალიან მაგარი შეგვიძლია შევხვდეთ და ხო, უბრალოდ ეგ უკვე სხვა იმისთვის მაინტერესებს, იმიტომ რომ როგორც ხვდები, არის საინვესტიციო ინსტრუმენტი, ხო? ფულის მოზიდვის, კი ბატონო. ოღონდ ძალიან მოქნილი და ძალიან მაგარი და ხო და მაგაში სხვა კუთხითა ვარ გაჭედილი, უკვე აქსელის კუთხითა ვარ გაჭედილი, იმიტომ რომ მარტო შიპსის გავლით ინსტრუმენტები მაქვს ხოლმე რა და თუ მაგას მომიყვებით, ეგ უკვე სხვა რამეში მაინტერესებს რა. კი. ოკეი. დიდი მადლობა და დიდი მადლობა. მაია, დათო თქვენ ხო არა გაქვთ კითხვები კიდე? არა, ძალიან საინტერესო იყო დანარჩენს იროსთან გავაგრძელებ კომუნიკაციას, აი როგორ უნდა მოხდეს კომუნიკაციის გაგრძელება. მადლობა. ნახვამდის. დიდი მადლობა, ნახვამდის. მადლობა, დიდი მადლობა. მადლობა, ნახვამდის. ჩანაწერიც დაგეგზავნებათ მაინც.